გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია მოქმედების დროა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს გადაცემა განსაკუთრებული იყოს, პასუხობდეს დროს იმ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაშია. მე ვერ გეტყვით, რომ ისეთი ორი სტუმარი, რომელიც ჩემთან ერთად იქნება ახლა აქ ამ გადაცემაში, სადმე რომელიმე სატელევიზიო ეთერში თქვენ ამას ნახავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია არ გქონდეს, მაგრამ სწორედ ეს ჭირდება დღეს საქართველოს, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები მას შევძლოთ ერთმანეთთან დალაპარაკება, რა გახდა, რა არის, რა სიტუაციაა, რატო კარგავთ იმას, რაც ჩვენს წინაპრებს მოუტანიათ, რომ ყოველთვის იყოს საშუალება, რომ საერთო ენა მოგვეძებნა. პატრონი კოტე კემულარია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი, როგორც იტყვიან, სახელმწიფო შტოს ხელმძღვანელი იყო, სასამართლოს თავმჯდომარე გახდათ და ეს იყო პირველი კანდიდატურა, რომელიც საერთოდ წარადგინა პრეზიდენტად მოსვლის შემდგომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. ამავე დროს აქ არის მეორე პიროვნება, ბატონი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც იყო ადვოკატთა მთელი ამების და საერთაშორისო მასშტაბით ძალიან ცნობილი პიროვნება არის, ბევრი რამ მას როგორც პირადად მის როგორც ადვოკატთან და ამავე დროს ძალიან დიდი პატრონი ყავდა მის სახით ადვოკატებს და აი ორი პიროვნება, რომელთა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეულწილად წინააღმდეგობაში იყავით, ხო, ერთმანეთთან, რომ ადვოკატები სასამართლოს ჩვენ დღეს საუბრობთ აი სწორედ ჩექმნის სიტუაციაზე, ჩვენ წინასწარ არ გქონია საუბარი არაფერზე, რომ არაფერი მოსაზრებები არ გაგვიცვლია, იმიტომ ეს ტელევიზია მნიშვნელოვანი, რომ და ყველას აქვს საშუალება თავის მოსაზრება გამოთქვას. ჩვენ ასე შევთავაზეთ, რომ დასაწყისში თუ რაიმე განცხადებები გვექნება 1-2 წუთის პარალელში, მე 5-7 წუთის პარალელში თითოეულმა შევაფასოთ სიტუაცია როგორია ქვეყანაში და ბოლოს ვისაუბროთ, რამდენი დაგჭირდება 10 წუთის პარალელში თითოეულმა სად ხედავთ გამოსავალს. განცხადებებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ რაც უკვე გვერდზე გამოქვეყნებული მაქვს, მინდა ჩემი განცხადებები იყოს სწორედ ამასთან დაკავშირებული, რომ დღეს ჩვენ გვაქვს აი ეს შეხვედრა, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას და დიდი მადლობა სტუმრებს, ვინც არიან აქ, რომ ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ერთად ვიყო პირდაპირ ეთერში. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ხვალ ესე იგი იქნება 4-დან 4 ხვალ არის მეცნიერთა კონგრესის დრო 4-დან 6-მდე, მაგრამ მანამდე არის ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, ამიტომ ჩვენ 3-დან 6 საათამდე გვექნება პრესკონფერენცია და იქნება ამავე დროს გარკვეული მოსაზრებების გაცვლა. ამიტომ ჩვენ ბატონ ბობოხიძესთან ერთად მამულის თავმჯდომარე გახლავთ და კიდე შეიძლება ბატონი ვახში ჟვანია შემოგვიერთეს, ვისაც ექნება სურვილი, ჩვენ სტუმრებსაც თუ ექნებათ სურვილი პრესკონფერენცია, დღეს გავავრცელებთ ამ ინფორმაციას, ვინც მიიღებს მონაწილეობას, თუ 3 საათზე დაინიშნება ეს და პირდაპირ ეთერითაც წავა. ზეგ ჩვენ გვექნება ასევე გადაცემა, რომელიც დაკავშირებულია 4-დან 6 საათამდე იქნება ეს გადაცემა, რაც მეცნიერთა კონგრესთანაა დაკავშირებული, მაგრამ 6 საათზე ზეგ იქნება მეცნიერთა კონგრესი. ანუ ფართო შემადგენლობით ის ჩაიწერება სრულად ჩვენ ამ ტელევიზიის ამ იმაში ვერ შევძლებთ, ალბათ 30-40 ძალიან ცნობილი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ იქ წარვადგენთ საორგანიზაციო შტაბის მოსაზრებებს გამოსავალი სად არის. ნუ დღეს გავიზიარებ იმ წინააღმდეგებს, რომელიც თქვენ გექნებათ და ხვალაც რასაც დავითათფირებთ, ვაგზელებთ ამ კონსულტაციებს. ძალიან ბევრი მაქვს მე შეხვედრები მეცნიერებთან, სხვა წარმომადგენლებთან, ამის თავში ერთი მინდა გითხრათ, რომ ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც რომელიმე მხარეს კონსულტაციას უწევდეს. ანუ ეხლა მე მივდივარ ისეთ ადამიანებთან, ბატონო კოტე და ბატონო ზაზა, რომელთაც ავტორიტეტი აქვს ქვეყანაში, რა, ნუ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. და მინდა ვიფიქრო, რომ ალბათ ეს ის ხალხია, ვისაც ეთათფირებიან, ან ხელისუფლება, ან ოპოზიცია. მე ესეთი ჩაკეტილება არ ვინახავს. კაცი ვერ ვნახე,
ძალიან მძიმე გრიპი მქონდა ამ რამდენი დღის განმავლობაში და ურეკავ ბევრ ვინმეს და ვერ ვნახე პიროვნება ძალიან ცნობილი გამოცდილი ადამიანები რომელთაც ქვეყნის გარეთ უსმენენ გარკვეული ანალიზებს აკეთებენ და ფიქრობდი იმას რომ კი მაგრამ თუ თქვა თქვენ გაეროში აგზავნით მასალებს და გისმენენ თუ აგზავნით თქვათ ევროპულ სტრუქტურებში და სხვაგან კი მაგრამ საქართველოში არ გეთათბირებათ არავინ მე გაუცებული ვარ უნდა გითხრათ რომ აი პირდაპირ გეუბნებით რა მიუხედავად იმისა თქვათ ვის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა ახლა როგორ არის ამის ისა თუნდაც ეს ორი პიროვნება რომელიც აგზის მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ნორმალური ხელმძღვანელი იქნებათ ოპოზიციაში უნდა ეთათბიროს უნდა კითხოს მოსაზრება რომ თქვენ როგორ უყურებთ ამას როგორ განვითარდეს მე გაუცებული ვარ კომიკური გახდა ბატონებო ყველაფერი კომიკური ეს არის განცხადება რომელიც გითხარით რომ აი ჩვენ ხვალ პრესკონფერენცია ზეგ იქნება 4-დან 6-მდე გადაცემა პირდაპირ ეთერში 6 საათზე იქნება კონგრესი კონგრესს ჩავწერთ სრულად და პარასკევს ის გადაცემული იქნება თავიდან ბოლომდე მე როგორც ბატონ კოტეს ასევე ბატონ ზაზას ორთავეს ვიცვებ კონგრესზე ჩვენ იქ იმ დღეს ძალიან ბევრ საინტერესო რამეზე გვექნება საუბარი და დარწმუნებული ვარ რომ იქ უნდა მივიღოთ დოკუმენტი შეთანხმებულად თუ ვისაც რა მოსაზრება ექნება ყოველ შემთხვევაში რაღაც პრინციპებზე შევჯერდებით მაინც ეს არის ჩვენი განცხადების სახით რაც მინდოდა და მე თქვა ერთი რამე მინდა კიდევ თქვა რომ ხვალ არის ტელევიზია ქართული ტევისადმი მხარდაჭერის დღე მე ყველას მიმართავ რომ მცირედიც კი ბევრს ნიშნავს ტელევიზიისთვის და ვისაც როგორ გაქვთ საშუალება ვის 1 ლარი ვის 10 ლარი ვის 100 ლარი ამას არ აქვს ამ შემთხვევაში მთავარია რომ ტელევიზიას მე მინდა გითხრათ რომ 2 დღეა გამორთულია ტელევიზია დღეს ჩაერთვა ამ დილით რომ ელექტროენერგიის გამო არ მინდა სხვა რომ ვიფიქრო მაგრამ ჩვენ უკვე უნდა შევიძინოთ ის რასაც ქვია გენერატორი უნდა იყოს მუდმივად ამისი ისა და ბევრი სხვა რამ იმიტომ რომ დარჩა ერთი ტელევიზია აი რომელშიც ყველას აქვს საშუალება თავისუფლად მოვიდეს აი აქაც ახლა დღეს როვინმე ქუჩიდან მოვიდეს შეკითხვები შეგვიძლია დაგვისვას გამოიიღოს მონაწილეობა მეცნიერთა კონგრესის დროში ეს არის უნიკალური რამ ბევრი მოდის კიდევაც ნუ პირდაპირ ეთერში არ უნდა გამოსვლა მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაზრებებს გვეუბნებიან და ნუ ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგია რომ ასეთ ტელევიზია არსებობს ახლა დღეს თუნდაც აი გუშინ გადაცემები რადგან არ შედგა მე როგორც გითხარით მძიმე გრიპით ვიყავი და ტელევიზიის დირექტორმა ქალბატონმა მანანა იმედაძემ გუშინ როგორც ბატონ ვახში ჯვანიასთან ჩემთან დარეკა და თქვა ხوار შეიძლება რომ მეცნიერთა კონგრესის დროში ზაურ ნაჭყებიას მივცეთ საშუალება მე არ ვიზიარებ მოსაზრებებს რომელიც ბატონ ზაურ ნაჭყებიას აქვს იმაში და როგორი ისინიც აქვს მაგრამ აი ვიმეორებ რომ ბატონმა ვახშიმაც და მეც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავთმოთ დრო და იყოს და დღეს აი ჩვენ რომ დავამთავრებთ ამ გადაცემას მას ექნება თქვა შეიძლება სულიად სხვა რამე ლაპარაკო ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ მაგრამ აი ამიტოა მნიშვნელოვანი აი მე მიმაჩნია რომ იმ ტელევიზიებმა რომელიც დღეს არის სახელმწიფო ტელევიზია მე მაგალითად სახში რო ვიყავი უყურებდი ყოველ დღე იმედს და უყურებდი ყოველ დღე მთავარს აი უბრალოდ კიდევ 2-3 დღე რო გაგზელებულიყო ჩემი ავადმყოფობა შეიძლება საგიჟეში წავეყონე ვინმეს უბრალოდ ეს ისეთ მდგომარეობაა რომ შეიძლება შეიშალო ადამიანი უბრალოდ თანაც გონია რომ ერთი რო ლაპარაკობს სწორია მე ისიც გონია რომ ისიც რო ლაპარაკობს სწორია მაგრამ იმას ვერ გზნობენ როგორ აპირისპირებენ საზოგადოებას რამედის არავითარი გამაერთიანებელი არავითარი ის რაც თქვა შეგვაერთებს ერთმანეთს არა პირიქით ესე იგი ერთმანეთის განზღვა გინება სიტყვები აგერ გუშინდელიდან ამოვიწერი აგერ ნახეთ რა არის ესე იგი უსამშობლო მანქურთი ესე იგი შემდგომ მეორე პატარა კაცები ერთრუჯედიანები რუსი ოლიგარქი ნუ და ასე შემდგომ ნუ რაღაც სასაშინელი სიტყვებით არის საუბარი ეს არ არის საქართველო მე გეუბნებით თქვენ რომ მე ასეთ საქართველოს არ ვიცნობ როგორ საქართველოსაც მე ტელევიზიებით უყურებ მე ასეთ საქართველოს არ ვიცნობ ისევე როგორც გამოსვლებსაც ვისმენ სახელმწიფო გამოსვლებს მე ასეთ საქართველოს არ ვიცნობ და როგორც უსმენ და კომიკური გახდა უკვე რასაც ვთქვათ ოპოზიციამ გადაწყვიტა მიიღო გადაწყვეტილება ჩემის აზრით ეხლა თქვენ მე თავში ვემინდე ჩემ მოსაზრებებს ვთქვათ და ჩემი 5 წუთი ვისარგებლო ამიტომ მე თქვენ უკვე თქვენ მოსაზრებებს იტყვით კომიკური გახდა ყველაფერი ჩემ როგორც კი სტუდენტობა გამოჩნდა მე მაშინ თქვი რომ იქნება ბედნიერება თუ სტუდენტობა არ აითქმება პოლიტიკურ პარტიებში მე თქვი მაშინ რომ იქნება ბედნიერება თუ სტუდენტობა დამოუკიდებლად აიღებს კურსს ჩვენ არ ვამბობთ რომ მეცნიერთა კონგრესთან ერთად მაგრამ რაც მეცნიერთა კონგრესს
ქონდა რომ მხარე არ გახდეს სტუდენტობა და ეს იქნებოდა შეერთება სტუდენტობის ეს იქნებოდა უდიდესი გამარჯვება საქართველოში რომ აი თქვა სტუდენტობას ეთქვა ის რომ ჩვენ მხარე არ ვართ ჩვენ მოგისმენთ ერთსაც მეორესაც ეხლა თქვენ შევარ დავქეთ სხვა შტაბ-ბიჭდილება მე მინდა გითხრათ რომ იყო ასეთი მომენტი როდესაც აი ესე დაპირისპირება მოხდა ქვეყანაში ეს არის 2006 წელი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შედგეს ეროვნული ყრილობა და 7 პარტია გავერთიანდით მაშინ ეროვნულ დემოკრატიული პარტია ტრადიციონალისტთა კავშირი ესე იგი ნუ ჩვენ მაშინ წინ საქართველოს ვიყავით ძალიან ცნობილი პიროვნებები იყვნენ ესე იგი ამასთან ესე იგი რამდენიმე ტელევიზია რაღაც და ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ რომ ინტელიგენციის წარმომადგენლობით შექმნილიყო დიდი საბჭო ერთი 60-მდე წარმომადგენლის ინტელიგენციის ვთხოვეთ დაიწყეს მათ შეკრება გიგა ლურქიფანიძის სადაც იყო თეატრალური საზოგადოება იმ დარბაზში და მინდა გითხრათ არ ვიცი შეიძლება ბევრმა ახლა პირველად მოისმინოს რომ ყველა პოლიტიკური პარტია მივიდა იქ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რამდენიც ჰქონდა დრო დაჯდა და თავის მოსაზრება უთხრა ინტელიგენციას და უპასუხა ინტელიგენციის კითხვებს ესე იგი ინტელიგენცია იყო აღფრთოვანებული როდესაც მოისმინეს და ნახა რომ ეს ზოგმა თქვა რომ ვიღაცასთან კარგი დაინახეს ზოგადასთან უბედურება დაინახეს იქ იყო მაგალითად მაშინ პარტიის ხელმძღვანელი იყო დღევანდელი პრეზიდენტი ის პრეზიდენტიც მივიდა უსუფაშვილიც იქ იყო ყველა პარტია მივიდა აბსოლუტურად ყველა და ეს იყო გარდა ნაციონალური მოძრაობისა ეს იყო ერთი დიდი შეკრება რომელმაც შეკრა ჩვენ და მე ბოლოს ეროვნული ყრილობა ჩატარდა როდესაც ყველა პარტია დაესწრო ყველა და შესაბამისად იყო თქვა ისინიც ტელევიზიები ყველანი ეს შედგა მეტეხი პალაში 1000-ზე მეტი კაცი ესწრებოდა მთელი ჩვენი ინტელიგენცია ვინც კი არსებობს მაშინ მახსოვს ოტეოსელიანის ძლიერი გამოსვლა რეზო ჭეიშვილის ძლიერი გამოსვლა ესე იგი ძალიან ბევრი მეცნიერის და იმისი ძალიან სერიოზული და მძიმე გამოსვლები ვინ წავიდა მაშინ წინააღმდეგი უკვე მინისტრი გახდა გარკვეულწილად რაღაც თანამდებობები მიიღო პრეზიდენტმა და აი ამ 2006 წელში პრეზიდენტი რეალურად გამოვიდა წინააღმდეგი უკვე დღევანდელმა პრეზიდენტმა გამოვიდა ამის წინააღმდეგი ქაბატონ ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე და გამოვიდა ამის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის ეთქობა რომ მისგან ჰქონდათ მიღებული დავალება პოზიცია არ გამოუთქვამს მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა და ესე იგი პარლამენტის თავმჯდომარემ პრაქტიკულად გადაუარეს გაგვანადგურეს ისეთი რამეები თქვეს და თანაც აი ცნობილი ინტელიგენცია ანალოგიური ხდება დღეს აი მაშინ ჩვენ კარგი გაკვეთილი ვერ გამოვიტანეთ როგორი ჩანს აი იმიტომ მინდა ვთქვა რომ დღეს ყველაფერი არის ის რაც ჩვენ ვთქვით ბატონო კოტე ბატონო ზაზა წინა გადაცემა რომ ქონდა რომ საქართველოს ძალიან ბევრჯერ ყოფილა კრიზისში მისი ისტორიის მანძილზე კრიზისი მით უფრო მძაფრი იყო რაც უფრო ყველა კრიზისი გამოწვეული იყო შიგა დაპირისპირებით და კრიზისი მით უფრო მძაფრი იყო რაც უფრო მძაფრი იყო დაპირისპირება შიგნით სხვადასხვა გუნდებს ჯგუფებს თუ პარტიებს შორის როდის გამოდიოდა ქვეყანა კრიზისიდან გამოდიოდა როდესაც დაპირისპირებული მხარეები პოულობდნენ საერთო ენას ან გამოჩნდებოდა გარკვეული ჯგუფი რომელიც მათ კი არ დაუწყებდა ბრძოლას არამედ ხალხთა საერთო ენას მოძებნიდა და ხალხის გაერთიანებით შეძლებდა იმას რომ ერთიც და მეორეს განეიარაღებინა ეს არის ჩვენი ისტორია ეს არის ჩვენი ტრადიცია დღეს არის ორი გზა ხომ ან დაპირისპირების გაგრძელების ან თანამშრომლობის მე ვხედავ იმას რომ თანამშრომლობის სურვილი არ არსებობს არც ერთ დაპირისპირებულ მხარეში შეიძლება მეშლება ყოველ შემთხვევაში რასაც ვისმენ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ასე იგი არის გამოთქმა ერთი რომ სუსტები პირისპირდებიან დაპირისპირება სუსტების მოგონილია მაგრამ ძლიერები თანამშრომლობენ ელაპარაკებიან ერთმანეთს მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს რომ როდესაც დაპირისპირება 91-92 წლების ზღვარზე მოხდა მაშინაც ჩემი პოზიცია ეს იყო ის დოკუმენტები რომელიც გამოქვეყნებული იყო მაშინ ოპოზიციის ხელმოწერით მე დავწერე ხმამაღლა ვამბობ ამას 50-მდე დეპუტატმა მოაწერა ხელი უნივერსიტეტში და ბოლოს როდესაც ვიყავით შეკრებილი სახალხო ფრონტის ოთახში მე ვთქვი რომ ეს არის უკვე უმირო ვიწყება მე მაშინ ვთქვი რომ დღეს საჭიროა გავიდეთ ჩვენ და თავდღე ჩვაში არ მიიღეს ეს წინადადება მაშინ ვთქვი რომ
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამსახურდია და სიგოა დაჯდნენ ერთმანეთთან სალაპარაკოთ. იმიტომ რომ თუ ეს დალაპარაკება მოხდებოდა მე ასე მჯეროდა მაშინ რომ არავინ ხელი არ მოაწერა, არავინ არ დაეთანხმა, კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა ბოლოში გოცირიძე და იმას მე დაუჭირა მხარი, მე აღმოჩნდი მარტო და იმ საღამოს გავაგზავნე დეპეშა გამსახურდიას სახელზე რომ გამოსავალი რომ არ დაიწყოს ომი არის ერთადერთ რამეში მე ხო დეპეშაზე ვამბობ ოფიციალურია ხო ის ხო იქნება რა ვამბობ რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს იმაში რომ დაჯდეთ სალაპარაკოთ მიმაჩნდა რომ გამსახურდია და სიგო ერთმანეთთან სალაპარაკოთ რო დამჯდარიყვნენ მით უფრო ერთმანეთთან კარგად იცოდნენ ურთიერთობები ჰქონდათ 90% დღესაც ვთვლი მაშინაც ვთვლიდი რომ არავითარი რამე არ მოხდებოდა მე ამ გზით მვიარე ამ გზით მოვდივარ ჩავედი ქუთაისში დაპირისპირებული მხარეები გავერთიანე დღეს მე ის ვინც ჩვენი მოწინააღმდეგე იყო ყველაზე დიდი მეგობრები არიან ჩემი და ესე იგი ურთიერთობთ და თანამშრომლობთ მე ვიცი ძალიან კარგად რომ აი როდესაც უნდა ტანკებს რომ დავხვდი თავარი ის კი არ იყო რომ მე რო დავხვდი ტანკებს ეს იყო დიდი ვაჟკაცობა ხელი რო არ გამოკრა ერთმა რომელიმემ სამეგრელოდან წამოსულმა გუნდმა ჩვენ მაშინ სამეგრელომ და იმერეთმა თელი საქართველოს გადავარჩინეთ 40 ტანკის და იმის შემოსვლა თბილისში რა როგორ მოხდა ეს რომ მივედით სალაპარაკოთ კატეგორიული წინააღმდეგი იყო შევარდნაძე და მეუბნებოდა აი ხამის მომწრია ბატონი რამაზხეიძე ბატონი ბადრი მელქაძე რომლებიც იწყდნენ ჩემს კაბინეტში მაშინ როცა შევარდნაძემ დამირეკა ეგეთი რამე არ გააკეთებოდა და ნახეთ როგორი რამე მითხრა 100 არ დამიჯერა ჟიული შარტავებო და მემაგრალებენ ახლა რაღაცას არ გააკეთო ეგეთი რამე არ წახვიდეო მე მას უთხარი რომ მე ვარ ქალაქის მერი მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება მე თქვენ როგორც პრეზიდენტს არ გისმენთ აი ეგრე არის ორი პიროვნება და იმათ შეუძლია დაადასტუროთ ეს დღეს არის გაბედული გადაწყვეტილებების დრო ვაჟკაცური გადაწყვეტილებების დრო შანსი ყველას მიცა დრო მიცა როგორც ბიძინა ივანიშვილის მისევი მის პარტიას მიცა ოპოზიციას მიცა პრეზიდენტს ამ მიმართულებით არავინ არ მიდის ეს არის ჩემი შესავალი სიტყვა ეხლა თქვენ ბრძანეთ 5-7 წუთს პარლამენტში მე შეიძლება მეტი იყო როგორ ჩათვლით საჭიროდ არ არის პრობლემა ბატონებო ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ უვართ მე გითხარით გულწრფელად და გულიანად ის ასოს ფიქრობდი და დანარჩენი ახლა განავითარეთ ოღონდ გამოსავალი სად არის მეორე ნაწილში ვისაუბროთ ჯერ შევაფასოთ სიტუაცია ბრძანეთ მოგესალმებით ბატონო თემურ და ჩემს დიდ პატრიოტიზმს გიდასტურებთ ჩემს საყვარელს ძალიან გამოსტიფკას ჩემს ზაზას მივესალმები და ჩემს მაყურებელს მივესალმები მე ვფიქრობ რომ დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლება ორ თავარ შეცდომას უშვებდა ჩემს ამ ხუთში ამაზე ვისაუბრებდი პირველი ეს არის რომ სოფლიო ამ გლობალიზაციამ მოგწონს ჩვენთვის არ მოგწონს ეს საუბარი თემაა შემდგარი ფაქტია რომ დაპატარავდა ეს გლობუსი ის პატარა სამყარო ერთმანეთს დაუკავშირდა ჩვენი შვილები მყავს შენ არაფერს არ განსხვავდება რაც მექსიკელისგან რაც ინდონეზიელისგან რაც ამერიკელისგან ჩვეულებრივად ყავთ სხვადასხვანაირად იმავე ენაზე 7 წლის შვილი ზუსტად ისეთივე აქცენტით ელაპარაკება ყველა ზენი უკვე სხვანაირები არიან სხვანაირ სამყაროში ცხოვრობ თლიანად ხო პრაქტიკულად ახლა გააკეთო ყველაფერი იმისთვის რომ შენ გადაიგიდო ევროპელები ჩვენი თავარი პარტნიორი არ გელაპარაკებოდეს ევროსაბჭო რომლის წევრი ხარ ევროკავშირის ევროპარლამენტი გაუგებარს უძახდეს ყველა შენ გადაწყვეტილებას და იქვე ჩადიოდეს შენი მთავრობის თავმჯდომარე და შენი მინისტრები და ასე შემდეგ ამერიკაში ჩასული ჩვენი პრემიერი რა დღეს ჩავარდა და რა ვნახეთ ხო მე მწვანოდა მაგალითად კაცი რომელიც ყოფილა თავრობის წევრი ერთხელთან და ასეთ დღეში როგორ უნდა ჩაიგდო თავი და როგორ უნდა ჩააგდო ქვეყანა ეს ხო თელი ჩვენი საქართველოს სიცხვილეა თან როგორი ინტელექტუალური ქვეყნის და როგორი საბედნიეროდ ქვეყნის რომელსაც იცნობენ როგორც ძალიან დემოკრატიულს განვითარებულს და საოცარი ხალხით პრაქტიკულად რას ფიქრობენ ისინი რომ დავემსგავსეთ ხეზბოლას და რატომ ხეზბოლა ხეზბოლა არის ზალა პოლიტიკური რომელიც არის ლიბანური წარმოშობის მაგრამ ყველაზე ცუდ საქმეს უკეთებს თავის სამშობლოს ლიბანს
ლიბანის ხელისუფლება და ლიბანელი ხალხი ეზიზღება ხეზბოლა, იმიტომ რომ ხეზბოლას გამო ბომბავენ ლიბანს. და ხეზბოლა ასრულებს მხოლოდ ირანში დაბუდებული რაღაც ტერორისტული აშკარად სამყარო საწინააღმდეგო რაღაც მოლაპარაკებებისა და ნეგატიური სამწუხაროდ დავალებებს. მაგრამ არიან ლიბანელები და მათი ყველა ქმედება არის ლიბანის საწინააღმდეგო. ასე ხო არ უნდა ვიცხოვროთ, ვის დავალებას ასრულებს ის ჩემი ხელისუფლება საქართველოში, როდესაც ასეთი უხამსი სიტყვებით მარტო ერთმანეთს ხო ალანძღავენ ბატონო, რა სიტყვებით ალანძღავენ ევროპარლამენტის წევრები, შეურაცხყოფილია. რა სიტყვებს ეძახიან ბუნდესტაგის კომიტეტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს აღარც მინდა გამიმეორებინა სიტყვები, ხო? ეგ ჩვენ რას ვაკეთებთ რა პლატფორმას ვქნით საქართველოში და მე თან ეძახიან გადაივლის ეს ყველაფერი, ამას გადავაგორებთ, ეს სიტყვა შემზეწლა ეს გადაგორება. ამას ახლა გადავაგორებთ არჩევნებში და მე დავმეგობრდებით ევროპასაც და ამერიკასაც და ყველა. ტყუილია ეს ბატონო, ეს სიცრუეა. მათ ინსტიტუციონალურად ისე მოშალეს უკვე, ხო? ურთიერთობები, ამერიკასთან ნახეთ უკვე ეს კოვახიძის მაჩვენებელი იყო, რომ სანამ ეს ხელისუფლება იქნება ამერიკასთან ჩაკეტილია, პირდაპირ თქვა, ჩაკეტილია ეს ურთიერთობები და მოლოდინი იმისა, რომ მოვიდა ტრამპი და რამე ტრამპ შეიძლება უკეთესობისგან არის სრულ მოლოდინი, რომ ტრამპი პირველ რიგში ამერიკელი ხალხის ინტერესებს გამოხატავს, ამერიკა ასე ძლიერი, როგორც ახლა არის ამ წუთში, იმიტომ რომ ეს ორპარტიული წინააღმდეგობა თითქმის ბაიდენის და ტრამპის თეთრსახში შეხვედრის შემდეგ საბედნიეროდ მსოფლიოს მეთვლი მოხდა ამის ფაქტობრივად უკან დახევა ორივესი და ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და გაერთიან და ეს ორი ძალა ეს ძალიან იშვიათია ამერიკის შემთხვევაში, აი ესეთი შემთხვევა, ასეთი აბსოლუტური ხელისუფლება, რომელსაც მოდის ტრამპი ახლა ხელში. პირველი მისი ვადა იყო აბსოლუტურად შეკვეცილი, კოჭილი, იმიტომ რომ ყველა ებრძოდა, მერე ამას დაერთო ის პანდემიაც საშინელი, რომელიც როგორც თვითონ ამტკიცებდა, მოწყობილი იყო, ახლა დანიშნა ანტივაქსერი კენედი ჯანდაცვის მინისტრად და რა იქნება და რას გავიგეთ, შეიძლება ძალიან ბევრი რამ გავიგოთ, რომელმაც შეიძლება გადაგურიოს კიდევაც, არ ვიცი, მთელი მსოფლიო ახლა ამის მოლოდინშია, ხო? მაგრამ ტრამპის ხელისუფლება, მithumetes იმ ორი ნოვატორით, ილონ მასკით და ჯეფ ბეზოსით, ერთ 300 მილიონი აქვს მოგესალმებათ საკუთრება, მეორეს 250 ორივე მეცნიერია ამერიკაში. ორივე მეცნიერია, ორივე ნოვატორია და ორივე არის იმედი ხვალინდელი დღის ის კოსმოსში მსოფლიო მასშტაბის არიან. ლიდერია და რაკნა და იმ რაკეტით თლიანად ხოლმე პირველ რიგში რუსებს დაუგედა სხვადასხვა რუსები ამერიკელებთან ურთიერთობდნენ სწორედ თანამგზავრით, რომელიც ჰქონდა რუსეთს და ბერი ეს დროს იყო თან ეს გაკეთებული ყველაფერი, თუმცა მე ამაყობდნენ და სტალინის დროს პრაქტიკულად ისი თქმა მინდა რომ ეს რო ჩაკეტე შემამოცხონებულო ერთი სტრატეგიული პარტნიორია გვიწერია პირდაპირ ხო თეთრში ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და იქ შენს პრემიერს არ უშვებენ და სანქციებს ადებენ და სადილზე და ვახშამზე არ უშვებენ ხო დამოწმინო და იძახი რომ შენ საქართველოსთვის კარგი გინდა მე აქ ევროპაში და ჩვენ ევროპისკენ მივიდივართ ღირსებით და ორი ფეხით და თეცხენზე და ატყუებენ ამ ხალხს თავიანთი ჭკუით და თან ლანძღავ ევროპარლამენტარებს ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მე ვთვლი რომ მარტო იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნო არასოდეს არც ერთი თანამდებობის პირი ამას არ უნდა ჩადიოდეს არ უნდა ჩადიოდეს იმას რაც შენი ხალხის საწინააღმდეგოა და დღეს მივიღეთ ჩვენ ვითარება, გუშინ როცა მოусმინე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ხო მართალი გითხრათ არ მეძინა. რომ რა სიტყვები იხმარა მან? რომ ქვეყანაში არჩევნები არ შედგა, განაჩენია, ხო? აგერ ეს ხარ ემზადება რაღაც საპარლამენტო პირველი სტომისთვის ასე შემდეგ. და პრეზიდენტი, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური და მთავარსარდალი ქვეყნის მინდა გაგასწროს ბატონებო, რომელიც ჯარს და შეუძლია ხო მიმართოს ჯარს ხო თეორიულად და თავარსარდალია ამბობს რომ არჩევნები არ შედგა მეორე ამბობს გადაწყვეტილად რომ გამოსავალი არის ერთადერთი მოქმედი პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის რომლის ციტირება გუშინ ჯოზეფ ბორელმა გააკეთა ვიდეო ვერ ეთქვა ვერაფერს ხოლმე მოქმედი პრეზიდენტმა თქვა რომ გაღადა არჩევნები და არ შედგა არჩევნები ჯოზეფ ბორელი რომელიც
თავარი პოლიტშემქმნელი არის პოლიტ სიტუაციის ევროპაში დღეს აცხადებს ამას და ქმნის რაღაც ტექნიკურ კომისიას, რომელსაც უნდა ჩამოვიდეს აქ ტექნიკური მისია, ხო? უნდა ჩამოვიდეს ევროკავშირის ტექნიკური მისია, შექმნეს უკვე მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება და ჟოზეფ ბორელ მოაწერე ხელი და აქ მოდის. დეტალები არ ვიცით, რა მისია, რა უნდა შეისწავლონ აქ და რას ქვია, მაგრამ კარგსო არაფერს ატადებენ, ახალვე შემიძლია ჩვენს მაყურებელს. თქვა, იმიტომ რომ რა განწყობით ჩამოდის ის ხალხი აქ, ეს უკვე ცნობილი ამბავია, რომ ისინი ამბობენ წინასწარ, რომ არ იყო სამართლიანი, არ იყო თავისუფალი არჩევნები, იყო ძალადობა, იყო ფარულობის დარღვევა, იყო კონსტიტუციური დარღვევები და შესაბამისად ისინი ახლა ადგილზე უშვებენ სპეციალისტებს, რომ ნახონ ადგილზე. თან დღეს აქვს შეხვედრები დაიბარეს ეუთო ოდირის იქაური დამკვირვებლების ხელმძღვანელები, ის იმათგანაც კარგს არაფერს არ მოიტენ, რომ მე ვნახე მათი შუალედური დასკვნები და იქ ეს სამწუხაროდ ყველაფერი უკვე წერია, რომ იყო ფარულობის დარღვევაც, იყო მოსყიდვების და ასე შემდეგ და ჩვენ პრაქტიკულად ამის თქმა მინდა ორ რაღაცას მეოქცე მეყურადღება, რაც თქვა კიდევ პრეზიდენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა. ეს იყო ახლა სიტყვა ორ ხელისუფლებიანობა, რაც არის საშინელება და ჩვენ გამოვიარეთ ეს გვახსოვს ხო? კონგრესი სვიად გამსახურდიას დროს და რა მოიტანა ამან. ხო? ფილარმონიაში ცალკე მეორე ხელისუფლება, მთავრობის სახლში ცალკე ხელისუფლება. ეხლა შუაში გამოტო ყველაფერი, ახლა დღეს ვიდავე მაგათად ლელო მოითხოვა გუშინძინ, ალბათ მოისმენთ ყველა რომ სახალხო პარლამენტი შექმნათ, ხო? და ორი პარლამენტიც უკვე იქნება. რა რომელი იქნება, ისინი იძახიან ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენ ვიქნებით ნამდვილი პარლამენტი, ესენი იძახიან ჩვენ გავიმარჯვეთ, სამოქალაქო დაპირისპირება სხვა რა არის. ძალიან კარგად გვახსოვს ყველას ბატონოს. ეს ჩვენ საშინელება ბატონო. ჩვენი, მაგრამ ყოველთვის ეს აქსიომა სახელმწიფოწოდნე გახლავართ და ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს ამ ჩემი ქვეყნის სამსახურის რომ სამოქალაქო დაპირისპირებას ზეწავს მთავრობა. ეს ფაქტობრივად მთავრობის მიერ დაშვებულ აგურებით შენდება ეს. იმიტომ რომ შენ რომ მოხვედი, შეიძლება მზეს დააბრალო, ქარს დააბრალო, წინა ხელისუფლებას აბრალო 2 წელი. 2 წელი ეს კლასიკაა. მე ეს კონტრპროდუქტიულია, იმიტომ რომ შენ რომ 12 წელი ხარ ხელისუფლებაში და ერთო სააკაშვილის ბრალია ყველაფერი, კომიკურია, მე აბსოლუტურად დავეთანხმები. ბატონ თემურს ამ სიტუაცია კომიკურია ნამდვილად, რომ 12 წლის წინათ ხელისუფლებას რო აბრალე, ვის აცახლებს საქართველოში. რა თქმა უნდა, რომ ჩვენი სამშობლო არ იყოს. როგორ ტრაგიკომიკური ხდება, რადგან სამშობლო, სხვა სამშობლო არ აქვს და აქ ცხოვრობ და აქ გვაქვს შვილები, შვილიშვილები და უნდა გავზარდოთ, ხო? იგი პრაქტიკულად შენ ხარ, ჩემ მამაც ხონებულო, ჩვენ მთავრობას მიმართავ, პასუხისმგებელი კარგზეც და ცუდზეც. კარგი, რომელიც გადმოიბარა და ცუდის უნდა გადმოიბარო, სადაც ეგეთ ხელისუფლება, კაცო, მე კარგი კი ის მინდა რეფორმები ჩატარდა პატივით, ეს მინდა მაგრამ ცუდი რა ეს არა ეს ამოდამოდ იმათმა უნდა აგონ ამაზე პასუხი ხელები უნდა დაიკაპიცდოს რომ მოხალ ხელისუფლება და ის ცუდით შენ უნდა გამოასწორო დიალოგი რაზედაც ბატონი თემური ზამბები ამის ალტერნატივა არ არსებობს გამორიცხულია სხვანაირად სხვა ფორმა არ არსებობს ადამიანებს შორის ურთიერთობა ბატონის ადგილს კოს მელაპარაკი რო გავიგო თუ შენ ალაპარაკი არ ელაპარაკები თუ არ მოდიხარ მე რო სიტყვაზე ოპოზიცია ვარ ან სხვანაირად განწყობილი შენ უნდა მოხვიდე მთავრობა კაცო ჩემთან შენ ხარ მმართველი შენ უნდა შემხვდე მე ჯგუფს ინტერესთა ჯგუფს ექიმებს ინიციატივა არის ხელისუფლების რა თქმა უნდა ხელოვანი დღეს ქუჩაში ვინ დგას დღეს ქუჩაში ჩვენი ყველაზე გამოჩენილი ხელოვნები ხო კაცო რეჟისორები ლექტორები და სტუდენტები ეთანხმები ბატონო გული მტკივა მე არ მინდა მე თვითონ არ ვარ ასეთი პარტიის წევრი და არც მინდა რა თქმა უნდა რომ სტუდენტები იყვნენ რომელიმე პარტიის და რომელიმე ფთის წარმომადგენელი მე წინააღმდეგი ვარ ამის მაგრამ ბიჭო დაელაპარაკა ვინმე ნახეთ რა კულტურის მინისტრი ყვა და არ მინდა გარისენება მის გელათი ჯო ვინმე ელაპარაკება ამ სტუდენტებს ვინმე შეხვდა აი უნივერსიტეტში არის იქ ბათუმში ხედან ბავშვები რა ჯანდაბადგინდა ეს განათლების მინისტრი რომელიც იმ დღესვე არ ჩავიდა იქ და არ შეხვდა ამ ბავშვებს რას მიკეთებს უფრო დიდს რომ 3 დღეა ბავშვები ღამეს ატევენ იქ და იქ არ დგას ახლა
ასე ტანკს ხვდებოდა თან უფროსებმა და შეხდება და იდგა იქ და გადაარჩინა სიტუაცია იმიტომ რომ ვადებულად თვლიდა ამ ქვეყნის შვილი თავს ვიდრე განათლების მინისტრი რო ხარ და ასეთი საშინელება ხდება ღამეს ათევე ბავშვები უნივერსიტეტში იქ არ უნდა იდგეოთ იმად გვერდით არ უნდა იდგე არ უნდა ელაპარაკებოდა არ აქვს მნიშვნელობა გისმენ თუ არ გისმენ აი ამით მომთავრებ ჩემს ამ ხუთწუთიან შესავალს რომ გამოსავალს მაინც ხედავ იმაში რომ მთავრობამ იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა საგარეოზეც საშინაოზეც და იმ დიალოგზეც რომელიც მისი ვალდებულებაა სურვილი და ნება კი არა მისი უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულება რომ ელაპარაკოს ხავის ხალხს ნებისმიერი შეხედულების ხალხს დიდი მადლობა ბატონო ზაზა ვიდრე თქვა თქვენ მოგცემდეთ სიტყვას აი ბატონი კოტემინდა დავიმოწმო იმაში რომ პირველი რა არის ბატონო კოტე და მე თქვენს მინდა გაცეთ პასუხი რა პრობლემაა იმაში რომ თუ არჩევნები არ გაყალბებულა თუნდაც რასაც ითხოვენ არანაირი პრობლემა ისა თქვა რომ რა პრობლემა მაქვს ბატონო მოდით და შეისწავლეთ რა პრობლემა გაქვს ამის გამო არ გადა ეს ერთი სიტყვა რო თქვა ევროპა უკვე პრაქტიკულად შენსკენ წამოვიდა მოიხსნა ყველა ბარიერი ევროპასთან მოიხსნა ყველა ბარიერი ამერიკასთან ესე იგი გიშინია ხო ეს ერთი და მე მეორე აი ხომ იყო რა ადრე მე მქონდა ასეთი რამე ამის ბატონ კოტე მე ერთი ორწუთში და მე მინდა რომ ბატონმა ზაზამაც რომ რაღაც აი თქვა ამ რუსეთის ლანძღვით თქვენ ახლა რუსეთშიც იყავით ელჩი ხო ნუ გარკვეულწილად სააკაშვილის დროს ხო თუ მე კი პირველ თანამდებობა იყო პირველი ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ რუსეთის ლანძღვით საქართველოს ხელისუფლებაში მოდიოდნენ და მოდიან დღეს ანტიკართული ძალები დღეს რეალურად ამერიკის ლანძღვით ევროპის ლანძღვით მოდიან ასევე ანტიკართული ძალები მე ამერიკას კი არ ვიცავ და ევროპას კი არ ვიცავ იმათაც შეიძლება ბევრი რამ შეეშალოთ ანუ ვინმე რუსეთს და სხვა ვინმეს კი არ ვიცავ მაგრამ იმათ აქვს თავიანთი ინტერესი თქვენ ვინმე უშვებთ იმას რომ ამერიკას ინტერესი არ ქონდეს საქართველოში და ამერიკის ინტერესი საქართველოში არის ის რაც საქართველოში რაც ჩვენ გვინდა ამერიკას რაც უნდა ისა ყველა თავისი ინტერესი აქვს შენ უნდა მოიყვანო ეს ამის იმას და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს და ბატონი ზაზაც მე მგონი ამ პასუხით იქნება მე გააგზელებს თქვენ ხო ხართ ის პიროვნება რომელმაც იცით რომ პირველად ხელფასებს რომ იღებდით რომ გაიზარდა ხელფასები რომ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და რომ ამბობდნენ რომ სოროსმა რაღაც ფონდი შექმნა პრაქტიკულად ეს იყო ბიძინა ივანიშვილი არ ვიცოდი მე არ ვიცოდი მაგრამ დღეს ხო გახდა ცნობილი კი ახლა ვიცი მაგრამ მაშინ არ ვიცოდი ჩვენთან როგორ მაი გეტყვით რა ახლა მეკითხები რომ ხელფასს ვიღებდი მიპირდა ხო ბიძინა გიხდია $200 ვიცი არაფრით ხო ესე იგი ერთი ხელფასი იყო მაშინ რა იყო ლარები ხო უკვე იყო ლარები და მეორე დოლარებში იყო $200 გიხდია მიდიოდი სავაროში და ხელფასს მიზნდნენ დოლარებში აჟია დაურიგე პრეზიდენტს რა არის ეს არა ეს ოფიციალურად არის და ფონდი არის ამერიკული სოროსის ფონდი და ესო მიღებულია ეს შეთანხმებულია კორუფცია რო არ იყოსო კორუფციას ვებძვით ამიტომ რომ თქვენი ცხოვრობთ ისე რომ ფული არ აიღოს ну ახლა როცა პრეზიდენტი გეუბნება ამას და ამ დონეზე სერიოზული თანხები გახდა გარკვეული პერიოდში ხო კი ესე იგი ნახევარ ხელფასს ვიღებდი ლარებში ნახევარს ვიღებდი დოლარებში და არა მარტო მე ჩემი პოლიცია პროკურატურა კი არა თვითონ ისამაში მარტო მე დიუსის სამშობლოში ყველა თავარი სამართლის პროზე ყველა მის იყო აი შეღებულობდნენ ამ ფონდის მაშინ ავისოდი ამ ფონდის ხელმძღვანელი მაშინ გახდა ვინ აი სასამართლოს თავმჯდომარე ვინც იყო მე იმის ძმა ხო ხო ესენი იყვნენ ფონდის ხელმძღვანელები და რეალურად კუბლაშვილი ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ფული ხო სწორია დღეს ხო ვიცით რა თვითონაც ამბობს არა ესე იგი ამბობს იმას რომ რევოლუციაში მონაწილეობა მივიღე რომ მე მხარს უჭერდი მანამდეც და რაღაცა დაასრულებო მაგრამ გამოვიდა რომ შევარდნაძემ მას ახლა ვერავინ ვერ იტყვის იმას თოფაძე მეუბნებოდა რომ შევარდნაძემ ძალიან კარგი პირობები შეუქმნა თქვა იქ ჩამოიყვანა რაღაც ბიზნესები ესენი ჩხარტიშვილი ვიმაგრებული იყო მასზე და რაებს არ უკეთებდნენ და დაასრულებო ახლა დღეს ამ დეტალებზე არ ვსაუბრობ ანუ შევარდნაძემ ხარდაჭერა გაგიკეთა და ეს რევოლუცია დააფინანსების საწინააღმდეგო მე აფინანსებდი იქეთ და ჩვენ გვეუბნები კაცო დღეს მეუბნები რომ უნდა გასამართლესო ის ხალხი რომელსაც თქვენ თვითონ მიეხმარა დააფინანსა ხელფასებს აძლევდა ყველაფერს და გასაოცარი როგორ ვათამაშე ერთ-ერთი უნდა თქვა კიდევ გივი მექანაზე რო ყავთ ახლა მთავარი მაგინებელი წინა ხელისუფლების ჩემი მოადგილე იყო
მე მოვიყვანა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, მე დავნიშნე იუსტიციის მოადგილე და ციხეების ჯავრი და პოლონეთში ქონდა დამთავრებული ბატონობა და ზუსტად ციხეების ეხონდა, მაშინ ვეძებდი ასეთგან. და სულიად უცნობი ახალგაზრდა ბიჭი არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოვიყვანე, რომ აი ეს რეფორმები ჩაეტარებინა. შემავაცხმდებოდა თუ იმ ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრს მე დავნიშნე, პირადად მე დავნიშნე იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ახლა მათი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარეა პარლამენტში და მარჯვენა ხელია გივი მიკანა. ხო, შემაიც როგორ გიბრუნდება ენა, აი გეუბნებით, აი გასაოცარია პირდაპირ რა. თქვა მე პირობითად ვამბობ, მე რატომ მაქვს ამის უფლება? მიხეილ სააკაშვილმა მე რო წინადადებები შემომთავაზა, მე ეჩვენებარება ვინმესთვის აქვს ესე წინადადება შეთავაზება. მე აგერ ვამბობ, რომ მოვიდა ჩემთან და მითხრა პირველმა რომ შევქმნათ პარტია, ჯერ კიდე მინისტრი იყო მოგონი. და მე ვთხარი გამორიცხულია ეს ყველაფერი, ნუ აკეთებ მეთქე ამას. პრეზიდენტ შენ იყო ვარ გეუბნება. მე მითხრა, არა პრეზიდენტობამდე, ისო იყო უკვე ჯერ შევარნაძია ესა და მითხრა. ხო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი შენ იქნებიო ხო გეუბნება. არა, მე მითხრა პირველი კანდიდატი დაწერა ეს, მე კი არ მითხრა, დაწერა გაზეთში რომ პირველი კანდიდატი შენ იყავიო, მერეო ჩვენო ნახოთო პირველი კანდიდატი, მაგრამ მოვიდა ხო მე მითხრა ეს. და თანაც ნახეთ როგორ არის რითვას აბუთება რეზო შავიშვილი ძალიან კარგი საინტერესო პიროვნება ხო მე მითხრა შენ თუ არ დამეთანხმები მოვედი შენი მე რეზო შავიშვილთან წავალო მე ვთხარი რას ლაპარაკობ რეზო შავიშვილი არ დაგიჭერს ხოლმე რომ დავცილდით მე და მიხეილ სააკაშვილი ავიღე და რეზო შავიშვილს ურეკავ და რეზო შავიშვილი აღმოჩნდა ამ დროს საირმეში და მე ვთხარი როგორ საირმეში როგორ ხარ მე არა ვარ მეთქი კურსში რაღაცა ენცაციერი კაცი იყო რაღაცა და არ გამაგებინა და მე ვთხარი უნდა ნახო მეთქი ჩავედი და ვეუბნები იცოდე მეთქი რეზო ბატონო რომ მოვა თქვენთან სააკაშვილი გეტყვის ამას და არ დაეთანხმო თვითონაც დაიღუპება თქვენს დაიღუპება და ქვეყანას დაიღუპება მეთქი რეზო მითხრა შავიშვილმა აი ეგ პირდაპირ ბატონო რეზო ერთხელ უნდა მოგიწვიაგეთ არს ლაპარაკობ მე მაგას დავეთანხმე 10 დღის შემდგომ გავიხედე და ხელს აწერს რომ რეზო შავიშვილმა მიხეილ სააკაშვილმა ესე იგი იმან კიდე კობა დავითაშვილმა და ძმები რო არიან ბათუმიდან ბერძენიშვილმა შექმნეს ნაციონალური მოძრაობა მე ურეკავდი რეზოს და მეუბნები ბატონო რეზო რა და ამირეკესო იქედანო ყველაფერიო და ესენი და აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ მე რეალურად ყველაზე კარგი წინადადებები ჩემს ცხოვრებაში ვიზანას გონია იყო მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კეთილგანწყობილი ვის მიმართაც იყო თავის დროზე და ვიყავი მე მეუბნებოდა ოღონდ შემოდი მოქალაქეთა კავშირში და ყველაფერი ამის იმით უბრალოდ მე მქონდა ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ მათ ჰქონდათ გამყეული ისეთი კონტაქტები გარეთ რომ ეს არ იქნებოდა საქართველოსთვის კარგი შემცდი თუ არ შემცდი ეს ხალხმა განსაჯოს ბრძანეთ ბატონზეზე ძალიან საინტერესო იყო პატუცემული კოტეს განცხადება აი მიქანადესთან მიმართებაში და მაყურებელმა უნდა გააკეთოს ალბათ შეფასება იმისა თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი მე ყოველთვის როდესაც ეთერში მოვდივარ სულ კითხვას მითხარით ვინ არის ყველაზე დიდი ნაციონალი საქართველოში მე არასოდეს არ მეუბნებიან როდესაც ვამბობ ამას რომ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი და თქვენ ხედავთ ეს ბოტები რო ყავთ დაქირავებული როცა იტყვი რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის სააკაშვილის რეჟიმის ახალი სახე ეგრევე შემოგესევიან და გლანძღავენ მაშინ როდესაც ადამიანი მათ აფინანსებდა და ადამიანი როდესაც მოვიდა ჩვენი სისხლით ხელისუფლებაში მე და იური ვაზაგაშვილი ვადუცემ დავდიოდ და 102 დახურეტილი ადამიანის სურათის მოვაგროვეთ ოჯახი რომელიც ქუჩაში დახურიტეს მახსოვს ვაგებოდეთ ესე იგი თქვენ სუფრაზე თამადა ყოველთვის თქვენ იყავით ზურას ის რო გქონდა წლისთავი და ეს 102 სურათი იყო გამოკრული პატივცემულებო ეს ადამიანი როდესაც მოვიდა ოპოზიციაში ერთხელ ვარ მე შემთხვევით შეხვედრილი იუსტიციის სახლის წინ სადაც ზურა ვაზაგაშვილი დახურიტეს ვატარებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიტინგს და მოდის გოგა ხაინდრო და მეუბნება გეხვეწებიო ეხლა ბიძინა მოვა და აქედან არ გააგდო სიტყვაში უნდა გამოიყვანო ჩვენ მეუთხარი რატო უნდა გავაგდო რა დამიშავა მეუთხარი მოვიდა და ნუ აი მობძანდა მეთქი ბატონი ბიძინა და მე გოგა მადგა და სააკაშვილის სურათი დაუდო და უთხრა ფეხი დაადგმევინა რა ქვია და ერთი ამბავი ატყდა რომ ეს რა გააკეთა ივანიშვილმა ანუ უყურეთ აი ეს ადამიანი ყველა იმ ადამიანთან მოდიოდა ვინც სააკაშვილის რეჟიმს ნამდვილად ვებრძოდით
და რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ვინც ნამდვილად ვებდოთ, ყველა დაგვიპირისპირდა და ის ხალხი, რომელიც ჩვენ მოსაკლავად დაგვდევდა, ყველა დანიშნა თანამდებობაზე. ეს იყო სასწაული აფიორა, რაც ამ კაცმა ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს ხალხი, ეს სამარცხვინო ხალხი, როცა ვამბობთ, რომ ეს ადამიანი არის პირველი ნაციონალი ჩვენ გვეძახის ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც გაგვანადგურა ჩვენ, ხო, ფაქტიურად. სულ ქუჩაში ვიდექით თქვენ გახსოვთ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. რომ მოვიდა ბიძი და ივანიშვილი, ყველა რომ გაჩვენებულიყო, მე გამოვიდა ვთქვი, რომ ეს კაცი დაგუყავს მეთქი, მურუთიძეც ხელი გამოსტო, რა კაცი გავიცანიო. მე იუსტიციის საბჭოსთან ვიდექი და ვატარებდი აქციას და ვამბობდი, რომ ხალხო შემომიერთდით. კახას ოფრომაძე აირჩიეს მაშინ, ევა გოცერიძე და თორდია იუსტიციის საბჭოში პარლამენტიდან. ერთი ხმარ არ მიეცა ამ სამიდან მურუთიძისთვის. ხო არ დაიჭირე კაცო, არაფერი არ უთხარი. გაუვიდა ვატა, ხელი ჩამოართვი კარკაც და გაუშვი, შეხო კარკაც ეძახოთ. სამივე მიცა ხმა. წარმოგიდგენიათ რა გააკეთა? პროკურორები, რომელთანაც ვიზიტის დროს საქართველოს მოქალაქე ხედავდა კეთილ სიზმარს, 20 ადამიანი მიდიოდა ერთ პროკურორთან, მთელი ჩემი ქონება უნდა გაჩუქო. ერთი ნოტარიუსი, რომელიც ამას აკეთებდა, ყველანი დააწინაურეს. წმინდანი თანამდებობას დანიშნეთ. ელემენტარულად ეხლა მიხეილ სააკაშვილი იყო ჩემთვის ძალიან მიუღებელი ბატონო თემურ, იმიტომ რომ 111 ადვოკატი დაიჭირა, თან ერთ-ერთი ადვოკატი დაიჭირა, შეიძლება გაგეცინოს თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებაზე. და როდესაც მე საფრანგეთში პრეზიდენტ სარკოზის შევხვდი, მაგით გადავრჩი მე ცოცხალი რა, თორე მომკლავდნენ ესენი და უთხარი რომ თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებაზე ყავთ ადვოკატი დაჭერილი და თარგმნის საბუთები ვაჩვენე. ამის შემდეგ დაიწყო დიდი მხარდაჭერა ადვოკატთა ასოციაციასთან მიმართებაში და ეს გახდა სახელმწიფოში და არც სააკაშვილის რეჟიმისთვის, არც ივანიშვილის რეჟიმისთვის ჩვენ არაფერი არ დაგვიტყვია რა. სულ ქუჩაში ვიდექით იმისათვის, რომ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო არ ყოფილიყო. მე ვსვავ კითხვას. მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს ვისაც არ მოწონს. მურუსიძე და ჩინჩალაძის დარს უკრავდნენ. სალომე ზურაბიშვილი ხალხო, როდესაც მე იქ ვიდექი, ერთხელ გინახავთ მოსული, ორატორი პოლიტიკოსი მოვიდა აქციებს რო ატარებდა. ერთი მანანაჭყებია, რომელიც იქ გავიცანი და მეორე კახა კუკავა. მეტი არავინ არ მინახავს აი მოქმედი პოლიტიკოსებიდან და ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გაურიგდა მურუსიძეს, ხალხო ხმას აძლევს სამივე ადამიანი. ეხლა რას მეძახოდნენ? შე ესეთო, ისეთო, შე მამაკაცუროა. ეს რას არ მიწერდნენ, იცი? და როდესაც არჩევნები დამთავრდა, ყველა სიტყვა ვიცოდი, ყველა სიტყვა დავწერთ, თქვენ ესეთებო, თქვენ ესეთებო, თქვენ ბინძურებო და რასაც მე მიწერდნენ, გამოდით ეხლა და ბოდიში მომიხადეთ. ბიძინი გაურიგდა თუ არა მურუსიძეებს და ხმა ვერავინ არ მოიყო. შემდეგ ავდექი, მარტო ადვოკატთა ასოციაცია იყო, რომელიც ებრძოდა ამ უთავ გველეშაპს, შედარებას გავაკეთებ, ეს შეურაცხყოფა არ არის, რა ქვია. ნინო ბურჯანაძეს დაურეკე, ალასანიას დაურეკე, ალასანია მითხრა ნინო ბურჯანაძის გვერდზე არ დამცვალ. ყველა ოპოზიციური პარტია მოვიყვანე ბატონო პირველად ვამბობ ამას თქვენთან და უთხარი რომ ხალხო მეთქი. ლევან მურუსიძე დანიშნეს ადმინისტრაციულ პალატაში საპელაჩო სასამართლოში. საარჩევნო დავების დროს ეს არის ბოლო ინსტანცია. ლევან მურუსიძე იქ დანიშნეს, ჩინჩალაძე იქ გადაყავთ. საარჩევნო დავებისთვის გადაყავთ, როცა გაუჭირდებათ. დამიდექით გვერდში მეთქი და ყველა მითხრა კი ბატონო, ზოგს კუბოები დავავალე, კუბოები უნდა მოვიტანოთ მეთქი და გავასვენოთ, წავიდეთ დავმარხოთ სასამართლო. ურეკავ და სულ ყველანი დამემალნენ. წარმოგიდგენია? ოპოზიცია, ყველა დამემალა. მე ვიფიქრე, ვაი თქვენ საწოდავებო მეთქი რა. ეხლა ეს ხალხი ვინც მე დამემალა, გამოდის და მურუსიძე და ჩინჩალაძე ცუდიაო. წარმოგიდგენია? ამიტომ მე ვამბობ, რომ რა ბინძურით არის ხელისუფლება, ის ბინძურია დღევანდელი ოპოზიცია, მაგრამ ეს ბინძური არიან თუ არ არიან, ჩვენ უნდა შევასრულოთ მედიატორის როლი და რაღაცნაირად ქვეყანას უნდა ავაცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება. ის კაცი ახლა რატო ვიხმარე სიტყვა უთავო გველეშაპი. ის ადამიანი საერთოდ სამართლებრივი აზროვნებიდან გამოსულია ჩემი აზრით. დანიშნა პრემიერ-მინისტრად ადამიანი, რომელიც 10ჯერ არაპოპულარული იყო საქართველოს მოსახლეობისთვის, ვიდრე ღარიბაშვილი. იმას რაღაცას მაინც ეტყოდი და გააგებინებდი. სტადიონზე რომ მივიდა, დინამო სტადიონზე, ხო, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივრად ხალხმა დაუსტვინა და რეები არ ეძახა.
ანუ ის ადამიანი არაპოპულარულია, ვიღაცამ უთხრა დანიშნაო, ხო? კაი დანიშნა. მეორე, უთავრო არის ბატონო კოტე, საიდანაც ჩანს უყურე? რაც ამ პუტინს გაუკეთეს ეხლა და ძალ დომირო დააწყებინეს და რომ ჩამოშლიან ეხლა. ოპოზიცია, რომელიც 2020 წელს ინგა გრიგოლიას ეთერში დედას იქნებოდა პარლამენტში არ შევალთო, შევარდნენ პარლამენტში, ხო? კონსტიტუციით სალომე ზურაბიშვილს არ უნდა მოეწვიას ხტომა, მაშინ მოიწვია, მაშინ ბიძინი და ეგ ერთად ძოვდნენ, ხო? აი რა გააკეთეს. ეხლა წარმოგიდგენიათ, რომ ევროპა მიხვდა და ამერიკა რომ ამ ოპოზიციით საქართველოს ხელისუფლება ამ ოპოზიციის წინააღმდეგ ყოველთვის მოიგებდა, შემოუგდეს ეს რუსული კანონი. იმდენად უწვინოები არიან, ვერ მიხვდნენ, რომ არასამთავრობო სექტორი, სტუდენტობა და პროგრესული საზოგადოება, რომელსაც სურს სააკაშვილის რეჟიმი, როგორც ბინა ივანიშვილის რეჟიმი, აი ეს ხალხი ერთიანდებოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს რუსული კანონი მიიღო. ანუ წარმოგიდგენია რა დონის უთავო ხელისუფლება გვაქვს და მე იმიტომ მეშინია რომ ადამიანი რომელიც არის ამ დონის უთვინო, ადამიანი რომელიც არის ამ დონის დაუფიქრებელი, ადამიანი რომელმაც ვერ მიხვდა ეს რუსული კანონი რატო შემოუგდეს, რომ ელემენტარულად არჩევნებს წააგებდა, ეხლა ის ვერ მიხვდება, რომ საჭიროა დიალოგი. ეხლა ალბათ დარბის და ეძებს ადამიანს რომელსაც შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ მე მინდა უთხრა იმ ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შეგიყვანთ პარლამენტში, თქვენ გამოცხადდებით, მეგობრებო, სამოქალაქო საზოგადოების მტრებად. და თქვენ იქნებით ხორცმეტი საზოგადოების, იმიტომ რომ ივანიშვილი თუ დარჩა მარტო, ამას გეუბნებოდით 4 წლის წინ. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლება. 4 წლის წინ თქვენ რო ეს გაგეგოთ, მოგიწოდებდით, არ შეცვლიყავით, თან როგორ გაყალბებული იყო არჩევნები, იცით, გამოცივაც არ უნდოდა. სააკაშვილმა ის გრეჩეხასთან არჩევნები რო წააგო, ოქმები რო გადაწერეს, კაცო, ატვირთეს ისა, გაყალბებული ოქმები, ან ახალი ოქმები. ამ უთვინოებმა ძველი გადაწერილი ოქმიც ატვირთეს საარჩევნო კომისიის იმაზე ვებგვერდზე და ეს ოქმიც ატვირთეს. იმდენი ტვინი არ ეყოთ, ხო? დღეს კომიკურ სიტუაციაშია საქართველოს მე დაგეთანხმებით, ერთადერთი გამოსავალი მით უმეტეს რომ მე ძალიან სკეპტიკურად უყურებ ამ პოზიციას და ოპოზიციას, არის გამოსავალი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება ისეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე, რომ თემურ შაშიაშვილსაც, კოტე კამულიარეასაც, დასახატიაშვილსაც, ვახში ჟვანიასაც ქონდეთ ერთადერთი პირობები, არ იყოს ამ ქვეყანაში ჟურნალისტთა კორპუსი და ტელევიზიები, რომელიც იქნებიან მორგებული პარტიის პლატფორმაზე, მაშინ თქვა TV პირველმა რომ არის ხაზარავის ევიცია და არ არის TV პირველი. მაშინ თქვას იმედმა რომ არის ბიძინავიზია და არ არის ტელეკომპანია იმედი. მაშინ მთავარმა თქვას არის ნიკავიზია და არ არის მთავარი და ფორმულამ თქვას არის მიშავიზია და არ არის ფორმულა. მაშინ გვითხრან, უნდა მოვითხოვოთ საქართველოში აი სააკაშვილის დროს ევროკავშირის ზეწოლით თქვენ გახსოვთ მეორე არხი შექმნეს, სადაც ყველა პოლიტიკოსი შეეძლო მისვლა ბრიფინგის ჩატარება. ამან ხალხს ესეც წაართვა. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, საზოგადოება დაეპირისპირებინა, ქვეყანა ექცია კოლექტიურ მურუსიდეთ და ჩინჩალაზე. ხალხო იუსტიციის სამინისტროს შეხვალ, რომელიმე სამინისტროში წამდა შეხვდე, თავის მურუსიდეთ და ჩინჩალაზე ყავ. წარმოგიდგენია, იმათ თუ ყავდათ ერთი მურუსიდეთ და ჩინჩალაზე, კოლექტიური მურუსიდეთ და ჩინჩალაზეა უკვე საქართველოს და მე ივანიშვილს ვეძახოდი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავ და მეუბნებოდი ბიძინა ივანიშვილო, მე ვთქვა რომელზე მეკითხები, ბიძინა მურუსიდეზე მეკითხები თუ ვიზე მეკითხები მეთქი და უკვე ყველა მიცოდა რას ვეძახოდი მე. მე ვეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპოზიციაც არის თავსმოხვეული, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხალხო, არჩევნები წინა დღით ამით დავამთავრებ, ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში იქ იყო რამოდენიმე ჟურნალისტი მოუწოდებდა რომ 4 პარტიაა ხალხო 4 პარტიაო ამ 4 პარტიას უნდა მიცეთ ხმაო ის არ შეიძლება ამ უტვინოებს ვერ გაუგიათ ვერ შეუგდიათ რომ არ შეიძლება იყოს ოპოზიციური ტელევიზია ან სახელმწიფო ტელევიზია აი ბატონ თემურმა ბრძანა მე არ ვიცი ესენი რა სიტყვოდენო მან არ იცი ჩვენ გავლანძღავთ თემურ შაშიაშვილს დავეთანხმებით თუ არა წინასწარ არავინ არ გვიბარებს აქ და წინასწარ არავინ არ გვეუბნება რა უნდა ვთქვათ იმიტომ ეს ტელევიზია რომ ზოგი გამოვა სააკაშვილს დაუწყებს ქებას
ზოგი ივანიშვილის დაუწყებს ქებას, ზოგი ორივეს დაუწყებს ლანძღვას და სამოქალაქო საზოგადოება უნდა შეაფასოს და არა ტვინი გამოუჩხეტო ხალხს, რომ აი ამ 4 პარტიას უნდა მისცე, ეს არ შეიძლება. უნდა შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, მეგობრებო, ეს იყოს გამორიცხული. ესეთი ტელევიზია უნდა დაიხუროთ. აბა წადი საზღვარგარ, ისა დემოკრატიულ სახელმწიფოში იყავი შენ, პარტიული ტელევიზია. მაშინ გერკვას პარტიული ტელევიზია ვინმე გიშლის. ამიტომ გეთანხმებით მე, მაგრამ მე არ ამგონია, როგორც ამ უთაო ფეოდალს შემოუგდეს ეს რუსული კანონი და წააგვა მან. ჩვენ ხო ვიცით რომ მან არჩევნები წააგვა, იმიტომ რომ ფარულობა არის დარღვეული. და ერთ სიტყვით, ბატონო თემურ, სალომე ზურაბიშვილი რა თამაშს თამაშობს, მე ვერ გავიქე. სალომე ზურაბიშვილის აქვს, ბატონო თემურ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი. სანამ პრეზიდენტია, მე ვეუბნები, საკონსტიტუციო სასამართლოში ხო მიდიხარ, იქ რა გინდა, მაგრამ მიდიხარ ხო, უნდა მოითხოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის ბათილობა სასამართლოში და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ბატონო თემურ, ვინაიდან დაადასტურონ თავისი ინტერესი ამ ოქმთან მიმართებაში, რომ ეს აუცილებელი ადმინისტრაციულ სასამართლოში, უნდა მოაწეროს ხელი. სამ დღეში ვალდებულია სასამართლო, რომელსაც მოთხოვ შემაჯამებელი ოქმის შენ, რა ქვია, შეჩერებას გიპასუხოს, რომელსაც შენ ასაჩივრებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და შეგიძლია შენ რომ არჩევნები შეაჩერო. ეს რო გამოდის და ორ ხელისუფლებაზე მელაპარაკება, ერთადერთი საია მიდის სწორი გზით, რომელსაც მოითხოვა შემაჯამებელი ოქმის ბათილობა, მაგრამ საია იურიდიული ინტერესი ძალიან ძნელია, ვერ დაადასტურებს პრეზიდენტმა, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება მოიწვიოს პარლამენტის ხმა და სხვას არავის არ აქვს უფლება და რო შეიკრიბება უკვე ეს პარლამენტი იქნება არალეგიტიმური ჩემოკარგო, იმიტომ რომ პირდაპირ წერია ვალდებულებითი ნორმა არ არის, უნდა ეწეროს პრეზიდენტი ვალდებულია. იქ წერია, ხმას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც გინდა კობახიცემ სხვადასხვა განცხადებები აკეთოთ, პარლამენტის ნებისმიერი შემთხვევაში თომა იქნება არალეგიტიმური და შეტალოცვილო სალომე ზურაბიშვილის ბატონი ვახშიშვანიას დაუკავშირდა, როცა მე გავაკეთე განცხადება, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულში უნდა წახვიდე პრეზიდენტო და 3 დღეში მოითხოვა. თუ ეს არ გააკეთა, მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი თამაშობს იმ თამაშს, რაც 4 წლის წინ ითამაშა და მოიწვია პირველი სხდომა. ესე იგი, ახლა ძალიან ბევრი ხვალზე მე დამირეკავს ჩვენი მეგობარი, აქ ესრებიან და მეტყვიან, რომ ყველაფერი მას ეთანხმებოდიო, რასაც ლაპარაკობდნენ და რატო არ ეწინააღმდეგებოდიო და გამაკრიტიკებენ. მე სწორედ ამის მომხრე ვარ, ბატონებო, რომ ყველა ადამიანმა თქვას თავისი აზრი და უნდა იცოდეთ თქვენ როგორ არის. მე შეიძლება არ მეთანხმებოდეს რაღაცაში ისინი და იმიტომ ვარ ჩვენ აქეთ, მაგრამ პრინციპში ახლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ, თითქმის ერთ წერტილში ვართ მაინც ყველანი ჩვენ, მე ასეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება როცა ხარ, ხელისუფლება უნდა აიღო ინიციატივა, არ უნდა მიიყვანო, აქამდე რომ მიიყვან ხელისუფლება საქმეს, როგორი სიტუაცია დღეს არის და 12 წლის თავზე, ეს არის ძალიან ცუდი. თავისთავად უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ ქვეყანაში 10 წლის შემდგომ აღარ აჩერებენ უკვე არც ერთ ხელისუფალს და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ნუ აიღეთ უნდა ჩვენი გავკეთილი, რომ შევარდნაძე 10 წლის თავზე ესე იგი ურჩიეს ამერიკელებმა და უთხრეს, რომ გადადგეს ნაბიჯიო, მეც მქონდა მაშინ ეს წინააღმდეგობა, მაგრამ არ გაიზიარა შევარდნაძემ და როგორ დაამთავრა. მიხეილ სააკაშვილისაც ურჩიეს, რომ გავიდა 10 წელი და რაღაცის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ბოლოს მაინც დაითანხმეს და რომ არ დათანხმებოდა იმას და ეთქვა, რომ არ ვაღიარებ ამ იმას, რომ ძალიან ახლოს იყო არჩევნების ისინი და რომ ამერიკელების მონაწილეობა რო არ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებდა მაშინ. აქ 10 წელი სრულიად საკმარისია საქართველოში, მით უფრო ჩვენ ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში ვინ მოდიან, ვინ მოყავთ და რას აკეთებენ ესენი და როგორ ცხოვრობენ. მე ვერ ვნახე დღეს ხელისუფლებაში მოსული მინისტრი ამ 30 წლის განმავლობაში, რომელმაც რაღაც ისეთი რამ არ გააკეთა, რომელიც მიუღებელია მინისტრობისთვის. ვთქვათ, ხელობაში მაქვს, რომ ახლა მისი ბიძინა ივანიშვილის მინისტრები როგორ ცხოვრობენ ახლა რეალურად. აი დღეს ახლა ბიძინა ივანიშვილი რო გამოვიდეს და თქვას ესეთი რამ, რომ მე ხალხთან დათათბირებით გავარკვიე ჩვენს მინისტრებს, ბევრ რამეს რაღაცა ეს აქვთ გაკეთებული ესენი და ამიტომ ვიღებ და ძალიან ძიმე გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს იმისი, რომ მე ვემიჯნებით ყველაფერ ამას და მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას დაინიშნოს არჩევნები და მე თვითონ ვიქნები გარანტი იმისა, რომ ჩატარდეს
ასე იგი გარწმუნებთ ვერც ეს ოპოზიცია გაიმარჯვებს, ვერც ეს ხელისუფლება გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს ისეთი ძალა, რომელიც ამ ქვეყნისთვის იქნება ბედნიერება. ისეთ ძალები გაიმარჯვებენ. თქვენ არ გიკვირთ, აი რომ არც ერთი დანარჩენი თუ 19 მე ეს მიშავიზიები მიგიშვებენ ტელევიზორში. არა, ნუ ეხლა მაგ 15 პარტია ხო იყო კიდე დანარჩენი არა? ვინმე ამბობს რომ გაყავთ არჩევნებიო? მე არ ვიცი, არ გამოყავთ ესენი და ამათ რომ გქონდეთ, აი თუნდაც ოპოზიცია უნდა იწვევდეს ეხლა იმას და უნებოდეს რომ კი ბატონო არ ახარ ჩვენი, მაგრამ ის 4-ს გარდა ხო იყო დანარჩენები არა? თუ შენთვის გაყავთ და იმისთვის რატო არ გაყავთ და მე მაგალითად იმ ხალხმა ჩვენ ძალიან მაგრად გვიღალატა ყველამ. მაგრამ მე მაინც ობიექტური მინდა ვიყო და ვთქვა რომ გაყალბდა ეს არჩევნები არავითარი მე არ მჭირდება არც მისი მოთხეული 4 პარტიის მე თვითონ ხედავდი ამას საკუთარი თვალით ხო ხელს არ აწერინებდნენ კაცო თემურ შაშიაშვილის იმას ხელი არ მოუწეროთ 25000 კაცზე და წყალდუბოელმა კაცმა ერთმა მოაწერა სოფელში ჩავიდა და უთხრა რომ ხელი მოვაწერე ამაზე წაიტრაბახაროთ ემი დაადგა პოლიცია თავზე და ჩამოვიდა ის ხო გეუბნებით თქვენ გინდათ გვარი სახელი ყველას გეტყვით ჩამოვიდა თბილისში ფეხით ის პიროვნება ვინც ეს ფურცელი შეავსო თავის ინიციატივით და ეხლაც აქ ალბათო ქეთევან ქებულაძეს რომელსაც ამ დღეებში ყველაფერი მოპარეს სულკიდან ესე იგი ხელჩანთიდან მოართვეს ყველაფერი შემთხვევით ხდება ეხლა რაღაც დროს ასეთი ისინი არა ქვე როგორც იტყვიან ხელჩანთიდან ისინი კარგახალი არ მომისმენია უკვე რომ აი ამოუგეს ყველაფერი ხო მივიდა მასთან და ეხმეცა იმასო წაშალი ამ სიაშიო და გადაწერეს სპეციალურად გვერდი ეს 1 და 2 კი არ იყო ძალიან ბევრი პიროვნება დამემალა მე და მეუბნებოდნენ გადაეცით ბატონ თემურს ვერ ურეკავ ტელეფონზე მოგისმენენ მაგრამ აი ხთენი ოჯახი მას მივცემთ ხმას და დავადასტურებთ უგონ ხელს მოგვაწერიებს ამაზე რა მინდა მე ხა სხვისი მოყოლა რაში მჭირდება მე და როგორია იმას რომ ვთქვათ აი მე ვიღაცას უსმენ და რაღაცა ხო ბატონ თემურ ფარულობა იყო დარღვეული ყველაფერს თავდავანი ყველაფერი აი მე გეუბნებით რომ მე ამ პარტიების მიმართ მაქვს ძიმე განწყობა თუნდაც ეს 4 პარტია და პრეზიდენტის მიმართ და ყველას მიმართ იმიტომ რომ ჩვენ გადავიტანეთ პირველი სიმძიმეები ხო? აბა რა. ჩვენ შემოგვიგზავნეს თურმე აგერ შიგნით რა პიროვნება რომელიც თქვა უშროებიდან იყო რა 120 წალი ფურცელი ხელში რა ჩვენ მოგპარეს რა წინასაღამოს ესე იგი ერთ პიროვნებას სახლი გაუტეხეს ხო? პიროვნებას ათქმევინეს რომ წარმოგიდგენიათ ეხლა აი ადამიანი აი მიკვირს კიდევაც ვაპირებ იმ პიროვნებას ოშოქდე ურეკავს საარჩევნო კომისია და ეუბნება რომ ისო რა ქვია თქვენო 50 ფურცელი რომ მოიტანეთო თქვენი ხელმოწერა არ არისო ამაზეო მე მგონიო და ამას რა უნდა ეთქო მე რას ლაპარაკობ ჩემი ხელმოწერა დღემდეამოს ამან უთხრა რომ არაო ჩემი ხელმოწერა არ არისო თანაც ასე უნებიან მოდიო დაგვიწერეო რომ შენი ხელმოწერა არ არისო და ესე იგი იმას რა ქვია ჩვენო ვიმჟელებთო და ჩაგითვლით ამ ფურცლებსო მოვიდა და როგორ მე ჩვენ სისულელეს გეუბნებიან არ გააკეთო ეგეთი რამე ყველა მუთხრა წავიდა და იმათ დაუწერა რომ 50 ჩემი ხელმოწერა არ არისო თანაც ისინი ეუბნებოდნენ თუ ამას არ დაწერო ჩვენ ამას არ ჩაგითვლითო და იმან ვითომ გეუბნება ეხლა ჩვენ ესე იგი ასეთი მექანიზმები მე გამოვცადე საკუთარ თავზე კიდე აგერება ორი იურისტი და როგორი ერთი სასამართლოს თავმჯდომარე და მეორე თქვა ადვოკატი ხელმძღვანელი ხო წლების განმავლობაში და როგორც ადვოკატს გიცნობენ თელ სიმაში ეგრე ევროპულ სასამართლოში და ყველგან აი ნახეთ როგორი რამ მოხდა ჩვენ მოვიგეთ სასამართლო ამ სიტუაციაში ანუ ჩვენ რომ მივედით უკვე იქაც კი სამეული სხვა შორის ჩინჩალად წარმოადგენელი იყო ერთი და ვეუბნებით ეს შეხედეთ გადასწორებული აქ რა არის კი აქო სამიანი კი რიანათაა გადასწორებული სამიანი ხო არა ჩამოუსვეს პატარა ის კაცი გახდა იძულებული და თქვა რომ კი აქ რაღაცებია და მიიღო ჩვენი მხარდამჭერი გადაწყვეტილება მაგრამ ჩვენ რით არ დაგვიშვეს არჩევნებზე იმით კი არ იმაში კი ვერ მოგვიგეს რაც გვიწერია არამედ 2 დღით და ისა 2 საათით დააგვიანებთ თქვენ იმის შემოტანაო რა ქვია ეს სარჩელი შემოტანაო თანაც იმათ კანონში წერია რომ შეეძლო ეთქვა რომ კი თქვენ შემოიტანეთ დაგვიანებით მაგრამ თქვენ ჩვენ ადგენა თქვენი ხო ესე თქვენი იმით შეეძლოთ ეს ამით მოგვიგეს და ეხლა მეუბნებიან ჩვენ ეხლა უბრალოდ ადვოკატი ყავდათ მოსყიდული კაცო თუ რა იყო ეხლა ის ადვოკატი დღემდე გეუბნება რომ სწორი იყო და თანაც აქაც ჩვენ ყველაფერი საკუთარ თავზე მივიღეთ საკუთარ თავზე განვიხილეთ ხო და რომელმა პარტიამ დაგიჭირა მხარი არც ერთმა პარტიამ ციკეთ არის არც ერთმა პარტიამ რატომ იმიტომ რომ აი ახლა თქვენ ორი პიროვნება ხართ აგერ და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ჩვენ საზოგადოებას უგაბეგებნებინა საზოგადოებისთვის ბატონო კოტე რომ მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით იქ კრიტერიუმები იყო მძიმე ძალიან კრიტერიუმებით ხალხი ასახელებს კანდიდატურებს და ეს სიაკეთება
აი ხო ხედავთ ჩვენ ყველაფერი მოგპარეს პრეზიდენტმა მოიპარა ის რომ ჩვენ რომ მიწერეთ და უთხარით რომ პიროვნებათა პარლამენტი ამან აიღო და გააკეთა პიროვნების უპარტიო თავრობა როგორ იქნება პარტიები ირჩევენ და უპარტიო ვერ იქნება უპარტიო უნდა იყოს აი ჩვენ ვამბობდით ამ იმას რომ იმან იქეთი აი ხლა ისო გამოვიდა მეორე და სახალხო პარლამენტი რო თქვა კი მაგრამ 200 კაცია დასახელებული მათ შორის თქვენ ორთავენი ხართ იქ დასახელებული ამ იმაში 200 კაცი არის დასახელებული სიაში ხალხმა ვინ ჩათვალა ანუ ახლა მე ვერ გეტყვით ვინ უხდებით რომ ვისაც მეტი ხმა ექნება 150-200 კაცი გამოქვეყნდება ესია ხო თუ ვეუბნებით რომ ასეთი რამე არც ერთთან არის თანამშრომლობ ჩვენთან ახლა გამოდიან სახალხო პარლამენტის შექმნა თქვენ კაი ადამიანებო ხო მოგწერეთ და ხო გითხრეს მეცნიერებმა ყველა პროგნოზი მეცნიერების დადასტურდა ყველა პროგნოზი ყველაფერი რაც მეცნიერებმა თქვეს ყველაფერი გამართდა პოზიტიური იყო თუ ნეგატიური იყო ჩვენ თქვით რომ ქუჩასთან მიიყვანს ყველაფერი ესენი მიგვიყვანა ქუჩასთან ეხლა ვინმეს გონია პაგნუკოტე დაბადნოზაზა ვინმეს გონია რომ იქო ვიღაცები ეხლა იმეც უსმენდი საინტერესო ახალგაზრდები ყავთ იქ სამი ბიჭია რომელსაც ნუ თქვა რაღაც მიყავთ მაგრამ ამათ ვერც კი წარმოუდგენიათ ერთი რამ ჩემის აზრით ეხლა თუ ეწყინებათ ეს თათქვამი ღმერთმა ხელი მოუმართოთ მზად ვარ რომ მათანაც მივიდე და ჩვენთანაც მოვიდენ და გვითხრა ერთი მე მეუბნები რომ თქვენ იქამდე აპირისპირებთ ამ ორ მხარეს თქვენ გონიათ რომ მარტო ესენი ხალხს აპირისპირებენ უკვე იმიტომ რომ რეალურად გინდა არ გინდა 20-30,000 რომ იყოს და უფრო მეტია ხო ადამიანი რომელიც უჭერს ამას მხარს ხო ესე იგი ეს ორი მხარე ერთმანეთს განსხვავებს და ის ნაწილი უკვე მოსახლეობის რომელმაც მიცა ხმა ესე იგი ამ პარტიას არის უმძიმესად განწყობილი იმათ მიმართ ვინც მიცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას ოცნებას ვინც მიცა ხმა ისინი არიან ამათ მიმართ ესენი ამ ხალხს ერთმანეთს დააჯახებენ ხვალზე ეს ხალხი ამას აღარ მოითმენს უკვე და გამოვა ამიტომ ვამბობ რომ სხვა გზა ასარჩევი და ამ სხვა გზაზე ჩვენ უკვე გარკვეულწილად ვით რაც დაგჭირ ახლა დრო და როცა გვექნება ჩვენ ზეგესისა იქ გამოვითავთ სწორედ ამ მოხსენებით ჩვენი მოსაზრება მაშინაც თქვით რა ვარიანტებია დღეს პირველი ვარიანტი არის ის რომ წავიდეთ დაპირისპირების გზით როგორადაც მიდიან მეორე ვარიანტი არის რომ წავიდეთ თანამშრომლობის გზით ანუ მოიძებნოს საერთო ენა რომელი გზა უფრო ჯობია საქართველოსთვის ჯობია მეორე პარტიებისთვის ჯობია პირველი რატომ იმიტომ რომ ისინი ფულს იღებენ ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ის რაც ახლა ბატონო კოტე არა ვართ ახლა ჩვენის ხალხი ვინც არ ვიცით რომ ერთი ღამე ახლა 5-6,000 კაცი ყავდეს და იმას აჭამოდა ასვა და ეს ყველაფერი გააკეთო ეს ისი არ არის რა ფული ჭირდება ყველაფერ ამას ხო დანაც ამბობდნენ რა ნუ რეალურად და ახლა სამარცხვინო კი არის რომ ისეთ შეურაცხყოფა მიაყენა ამ გვარამიამ სტუდენტობას რომ უნივერსიტეტთან თანაც ამის დაწყება ვითომ ისა და სტუდენტობის შემოყვანა ამ საქმეში ამათ უნდა ეთქვათ რომ სტუდენტობა ცალკე წადით ჩვენ პარტიები ვაკეთებთ ამას და სტუდენტობა არა მაგრამ ნუ კარგი ახლა ეს მათი არჩევანი იყო მე ძალიან ბევრმა ერთმა სტუდენტმა მითხრა გუშინ წინ რო ველაპარაკე ტელეფონზე მითხრა რომ მეო ვარო ივანიშვილის წინააღმდეგიო მაგრამ მე გვარამიას ხილზე არ გავალარსათო წარმოიდგინე ხა როგორ არის და მე ვთხარი აბა რომ ყოფილიყო სტუდენტების რო ყოფილიყო უშუალოდ მარტო ამისი ისა და ჩვენ სტუდენტებს ისეთი უნივერსიტეტი შევგრებილი ყავით აგვერჩია რაღაც კომიტეტი გვეთქვა ეს და წაგვეყვანა და ძალიან მომწონს ეს იდეაო მე მეუბნება რომ მიუმხრობელი ყოფილიყავით და გვეთქვა რომ მოდით ერთი ორივე მხარეს გისმენთ და ტელევიზია ყოფილიყო რომელივე აი ეს ტელევიზია დაუთმობდა რომ მოდით ერთი თქვენ მოგვიყევით თქვენ და მოდი შეერთებინა დაესვა ესენი ერთად სტუდენტებს მე დღეს რომ ვიყოს აი მომინდა ძალიან რომ ვიყო სტუდენტი ვიყო იმიტომ რომ ვიყო სტუდენტი რა ისეთ მიუმხრებელ მოძრაობას გავაკეთებდი რომ ორთავე მხარეს ივანიშვილსაც იძულებულს გავხდიდი რომ მოსულიყო და მეორე მხარესაც ერთმანეთთან დამეკავშირებია მედიატორის სული შეგვესრულებია და გადაწყვეტილება მიგვეღო ისეთი რომელიც ქვეყნისთვის არის კარგი ქვეყნისთვის რა არის კარგი აი თქვა პირობითად ვამბობ გეკითხებით ორთავეს აი თქვენ სიმაში იტყვით მე თქვა გაიმარჯვა პირობითად ვამბობ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო დაგრგუნა ყველაფერი ეს და აირჩია ეს იქნება კატასტროფა ამ საქართველოსთვის პირდაპირ გეუბნებით ეს ჩვენ ფულს დაემართება ევროპა ჩვენს მიმართ როგორ იქნება ამერიკა ჩვენს მიმართ როგორ იქნება დღეს ახლა ძალიან ბევრი გამოდის და ხოლმე იბრაგუნებს იმაზე
მე ბიძინა ივანიშვილს პატივს რომცემ ვეუბნები აზრზე მოდი ბატონო ბიძინა ვთქვა თქვენ გააჩერეთ ეს მოძრაობა და მოერიეთ ამ თქვენთვის თავარი ამაზე მორევა კი არ არის თქვენთვის მთავარია რომ საქართველოს დარჩეს იმ სტატუსით რომლის მიმართაც ყველა ქვეყანას ექნება ძალიან კეთილი განწყობა ესაა მთავარი და რა ის რომ მოერიო გვარამიას მორევა და მარკა იმისი მელიას მორევა რა არის ხალხო და ვაშაძის მორევა მაგას მე რო გამოვიდეთ ჩვენ მეცნიერება რაღაც რომ ჩვენ გავაკეთებთ მაგ რა პრობლემა მაგისტრი ეს არის თქვენი ძალა ამათ მოერიოთ მე გეუბნებით რომ ამათი დამარცხება იქნება მათი გამარჯვება იმიტომ რომ რეალურად ჩვენ საქართველოში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვა თუ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა თქვა მოახდინა მეორე რევოლუცია კატასტროფა არ აქვს მნიშვნელობა გამოსავალი სად არის გამოსავალი არის არჩევნებში მაგრამ როგორ არჩევნებშია გამოსავალი ამ კანონმდებლობით ბატონო კოტე ამ გამორიცხულია ხო კიდე უფრო იმაში შევოთ ხო კარგი კი ბატონო ჩვენ თუ მოგცემენ საშუალებას და მივიტანთ ხალხთან ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეას და დაუჭერენ მხარს დაუჭერენ მაგრამ დავანებოთ თავი ახლა ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეას რომელსაც ჩვენ არ ვეშვებით უბრალოდ ამ დღეს ივანიშვილი რო გამოვიდეს და თქვას რომ ვატარებ არჩევნებს ამ იმით უნდა თქვა ჩვენ რომ არ გააკეთოს არ იგივე შედეგი დაждდება. უარესი შედეგი იქნება. ეს ორი გაღიზიანებული ძალა, შენ არ ვიცით რას გააკეთებს არჩევნების დროს. აი ვთქვათ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ გამოუვალია მდგომარეობა. ამიტომ პრეზიდენტმა რაც თქვა გუშინ ერთი ჩვენი წინადადებაც იყო ადრე რომ ვთქვით რომ ან ვარიანტია ის რომ გაუგზელო ვადა ამ პარლამენტს და თქვას ისა რომ ვთქვათ აბატონო აგერ არის თქვენი ვადა 5 ეხლა ჩვენ ამას რომ გამოვიტანთ ზეგ ვიტყვი რომ გაუგზელდეს ვადა მე კატეგორიულად ვემიჯნები იმას რომ თქვათ აირჩიეს მოიყვანეს გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და აირჩიეს პრეზიდენტი ყველაფერი ეს ნიშნავს კოჭლი ხელისუფლება ეს ნიშნავს უაზრო ხელისუფლება ეს ნიშნავს დაპირისპირება არ გაჩერდება ეს ნიშნავს ჩვენი ამოცანა ჩვენი ამოცანა არის რომ დაპირისპირება მოსპოთ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიტანოს ყველაფერი რაც უნდა ისე როგორც აი ესეთი ზვიადაურით რო ლაპარაკობს ხო მაგრამ ჩამოიშლება ეს ყველაფერი უნდა მაგრამ ზვია რო ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი და რაც უნდა ასე არ უნდა ილაპარაკო პრემიერი რაც უნდა ილაპარაკო პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვა შემრიგებლური სიტყვა უნდა თქვა რომ ჩვენ გთავაზობთ მე მზად ვარ მოვიდე თქვენთან მოვიდე მე მაგალითად მზად ვარ რომ აი ამ მიტინგზე რო ყოფილიყავ ყველა მიტინგზე მივდიოდი მე ყველა მიტინგზე რომელსაც ატარებდა ოპოზიცია აი თავარ მიტინგს გეუბნებით აგერ რომ ჩავედი და ატარებენ მიტინგს ახესების წინააღმდეგ და ამის ხელმძღვანელები იყვნენ ვაზავა და ასე იგი მე რა ვგაზავა ძალიან საინტერესო პიროვნება და მეორე კიდე გიზო თავაძე ესენი იყვნენ ორგანიზატორები ოპოზიცია 93 წელია ბატონებო და გამოვედი და მე ვთხარი მე მხარს გიჭერთ ხესი არ უნდა აშენდეს გაუცდა ხალხი და ყველა და ჯუმბერ პატიაშვილმა დავირეკა მაშინ და ვითხრა რომ ჯერ კიდე ის იყო ეს როგორ ამის წინააღმდეგი ხარ მე ვთხარი მე თანამდებობა მზად ვარ წავიდე თანამდებობა როგორ ქუთაისის თავზე ხესი აშენდეს რომელიც შეიძლება თქვა რაღაც მოხდეს და ასე შემდეგ და დიდი მადლობა მას რომ ერთ სიტყვა არ მოუღია ანუ ჩვენ იმ პატარა მიტინგზე ჩვენ ვისვით იმ ხალხმა და ჩვენ გადავწყვიტეთ შემცვალეთ პოლიტბიუროს დადგენილება ქვეყანაში ქუთაისში შემცვალეთ ეს ეხლა დღეს იგივე ესე იგი გახარიან გამიყიდა ეს რა ქვია ეს ხეობა რომელიც ის არის გაყიდა გამოდის კიდე მედირგულები აქეთ კაცო კიდე ერთხელ მე მივხვდი ეხლა რომ არავის არ აწყობდა ჩვენი ისე ჩვენ შევძლებთ იმას რომ მივიღებთ ძალიან სერიოზულად და ამათ კითხვებს დაუსვამთ და ყველას ვეთქვით რომ საქართველოში გაცილებით საინტერესო ხალხია ამ პოლიტიკურ პარტიებს გარეთ და გაცილებით უფრო საინტერესო ხალხია პარტიებს გარეთ ბატონო კოტე დღეს საქართველოს მომავლისთვის ვიდრე პარტიებშია ეს არის ჩვენი პოზიცია ამიტომ თქვენი ვინც არ ხელი გაიმარჯვებ ბატონო ბიძინა მაშინ დამარცხდები ეს იქნება დამარცხების ტოლი გამარჯვება გაიმარჯვებს ოპოზიცია მაშინ დამარცხდება იმიტომ ეს იქნება ჩვენ და ორივე შემთხვევაში მარცხდება საქართველო ჩვენი ამოცანაა რომ საქართველო გაიმარჯვოს აი ეს არის ის ითაც ჩვენ ვაპირებთ რომ მოვიდეთ ზეგ ამ იმას და ბრძანეთ ახლა თქვენ როგორადაც ცოტა დრო მე გავიხსენებდი თქვენი აზრი რომ გავაგზავნო თემურ ბატონო რომ ესეთი პიროსი იყო ბეძენი დიდი პილოტის არის პიროსის გამარჯვება ცნობილია პიროსმა გაიმარჯვა მაგრამ მისი ქვეყნიდან არაფერი არ დარჩა და მე შევიდა ისტორიაში ასე რომ
არასასურველ ან ნეგატიურ გამარჯვებად, რომ აი პიროსებით არ უნდა გაიმარჯვება. პრაქტიკულად შენს ხალხზე პიროსებით რომ გაიმარჯვო, გაიფორმო და მე დაგჭირს ისე რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს ამ საქართველოში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ლაპარაკობს დესტაბილიზაციაზე, ორ ხელისუფლებიანობაზე, პრაქტიკულად ეს დიაგნოზია თემურ ბატონო, ჩვენ ხო ვიცით. ეს არ არის მხოლოდ მისი აზრი. მან თქვა, რომ მე ველაპარაკე ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს. როცა ჩვენი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაკრონს შოუცდა იმას ეუბნება, რომ საქართველოში თუ ეს დარჩა, აქ იქნება დესტაბილიზაცია, ორ ხელისუფლებიანობა და სამოქალაქო დაპირისპირება. იმ ხალხს რა აზრი ექნება ამ თემასთან დაკავშირებით? შესაბამისად, იმაზე არაფერს ვარ, რომ მე და თქვენ არა მოვიყვანია სალომე ზურაბიშვილი და ლამის ყოლა პლაკატზე ბიძინა და ყობახიძე იყო ბატონო კოტე ნახეთ რა არის მე ვნახე ახლა ძალიან ცნობილი პიროვნებებისგან ან საგიჟეში წავიყვანოთ პრეზიდენტიო მე ხომ ამას როგორ ვაკადრებ კიდე იმ შენობას დავაწეროთ სადაც არისო საგიჟე ესე იგი იმდენად უნდა დასიამოვნო ბიძინა ივანიშვილს ასეთ მასე იმპიჩმენტსაც უწყობდნენ მაგრამ ვერ მოუწყოს ხო მტრები ხართ როცა ასეთ რამეს ლაპარაკობთ ის გინდა არ გინდა პრეზიდენტად თავს იკლავდით თქვენ ყველანი მაშინ მეც ვიღებდი მონაწილეობას და ჩემი მეგობრები ხართ და არ გამოგიხედიათ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ვისაც უჭერდა მხარს მონებივით გაიქეცით ეხლა და ეხლა მე ლაპარაკებით რომ ნეტავი არ გამგეკეთებიაო და ეხლა გამოდიხართ და რაებს ლაპარაკობთ ხალხი აი თქვენაირი ხალხი უპავს ამ ქვეყანას მე ბატონი ზაზაბძანებდა რომ დანიშნავს ალბათ ზურაბიშვილი პარლამენტის თომასო მე არ დავეთანხმებოდი ამას არა არ დანიშნავს მეთქი 4 წლით რომ დანიშნა შეცდომა დაუშვა ახლა არ დანიშნავს იმიტომ რომ მან თავის პოზიცია გუშინ ოფიციალურად დაადასტურა არა იმას უნდა რომ დანიშნ მოიწვიოს ყობახიძეს კონსტიტუცია ანუ წარმოგიდგენია რა დონის ჩიხშია ქვეყანა კონსტიტუციური გადატრიალება ხდება ჩვენ დღეს მივიღეთ სხვა რეალობა კიდე საზაბატონო ალბათ საქმის კურსში ხართ რომ დღეს პრეზიდენტმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი. ამ ორი ინსტიტუციის ორი კონსტიტუციური უფლების საყოველთაობის და ფარულობის დაღურის გამო. ახლა წმინდა პროცედურულად თქვენ კარგად მოიხსენებათ, იქ წერია რომ შემაჯამებელი საბოლოო ოქმიდან ცესკოს 3 დღეში 16-ში იყო, დღეს 19-ია, ანუ ამ 3 დღეში ქონდა აქვს მინიჭებული კონსტიტუციური უფლება პრეზიდენტს, რომ გასაჩივროს ეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეხლა თუ ჩვენ კონსტიტუციურ ნორმას და მათ შორის შემდგომ უკვე რაც პროცედურებია გაწერილი, ხო სხვა კანონებში. და ჩემი აზრით, როგორც იურისტის, ასე ისე გამოუცდელი იურისტის, ასე ვიტყოდ, თუნდაც შემაჯამებელი სტუმის ოქმის დაწერის უფლებას არ ქონდა კალენდარში, თუ სამართლებრივად შევხედავთ იმ მოქმედებას, რაც მან გააკეთა საზაბატონო. მან ხომ მიმართა პროკურატურას დასძეს მას ბრალი, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ხდებოდა დუბლირება, ან გამოქვეყნებინა ეს სია, რომ შეიძლება მომხდარიყო, რა იყო იქ ჩატვირთული და რეალურად რეგისტრატორებმა რაკნე ძალიან ადვილი იყო, ხო? გახარია მაგის მეტი რა იცის 2020-ში გახარია ითხოვდა ზუსტად მაგრამ იმიტომ რომ მაგათ 2020-ში და გავაგზავნოთ რა მოხდა კალანდარიშვილი ადგა, ვითომ იეშმაკა შეუთანხმდა პროკურატურას და მოთხოვა პროკურატურას თქვენ გამოიძიეთ. რა მოხდა? პროკურატურა ოი საოცრება. პროკურატურა 17 სისხლის უპრეცედენტო რამე ჩვენს ისტორიაში დამოუკიდებლად. 17 სისხლის სამართლის საქმე აღძრა თვითონ თქვა გენერალურმა პროკურორმა, მე აღძრა 17 სისხლის სამართლის საქმე მრისხანეს ჟღერს, ხო? საქართველოში გაყალბებაზე, ხო, ფაქტზე აღძრული საქმე. და ვიზიეთ და დააპატიმრა ეს ვერიფიკაციის აპარატები. და იქ მათემატიკის გამოვიძახეთ ამერიკელებს ვისიც არის და გამოვიძიეთ. შეკაიდეთ მამიშვილო, ცდილობის გულისთვის მაინც მოთხოვენ შუალედური დასმა კალანდარიშვილი რო ამ შემაჯამებელი პროკურატურა რო იძიებს ამ საქმეს, ამას არ უნდა დაელოდო? აზრი ვერს არ უნდა გითხოვ, გასო იქნება ამ ვერიფიკაციის იმეში ისეთ რაღაცები აღმოაჩინა და შენ კანონი გეუბნება რომ სანამ არ მოხდება საჭიროების განხილვა საბოლოოდ გადაწყვეტილებებისა. პროკურატურა არაფერი არის.
პროკურატურა რო იძიებს ამ არჩევნების ვერიფიკაციის აპარატებს თავარი ყველაზე თავარი ეს არაფერი არ არის ამას არ დავამბობთ და თანაც ამას ჩვენ რო ზუსტად 25 დღე გქონდა ხო მე რო ვიყო გენერალური პროკურორი კაცსა ჩამოვაფრენდი მათემატიკის წარმომადგენელს ერთ დღეში ეს ხო ელექტრონულია ყველაფერი ამით მაქსიმუმ 5 დღე დამჭირდებოდა რომ ეს პროგრამულია თან ყველაფერი ეს აიწვეთებოდა და ამ ორს შედარდებოდა ერთმანეთს და ვეტყოდით ქართულ ხალხს პატივცემს და იმ პატივცემულ იმას კალანდარიშვილის კუტუზოვს რო გავდა იმის მერე მელნის შესხმის მერე აუხსნდით ან ასე ან ისე ან არ შეაჯამოდა არა არ შედგა იმიტომ რომ ვერიფიკაციის აპიტეტებში იყო დუბლირება და კარუსელების საფუძველი იყო ესა და ან მეტყოდით კი ბატონო ყველაფერზე შეეძლო ეხლა დღეს კიდე იქ რო წერია სასამართლოები ასე ტერმინი წერია კანონში ზაზაბატონო რომ თუ სასამართლოებში არის საჩივარი ხო შედგება პირველი სტომა იმიტომ რომ თუ ასე წერია კონსტიტუციიდან მე კანონით ხო ჩვენს მაყურებელს ავხსნათ რომ პირველი შეკრება რო ხდება პირველ შეკრებაზე რას ეხილავენ ეს არჩეული დეპუტატი ჯერ არ აქვს მათ მუდმივი მანდატები ხო დროებითი მოწმობები აქვს პირველ რიგში იხილავენ ხომ არ არის რომელიმე დეპუტატზე სადმე საჩივარი ხომ არ დგას ეჭვის ქვეშ დაუშვათ იგივე კოტე კემულარიას დეპუტატმა იმიტომ რომ სასამართლოში არ არის გაყალბი ამის მერე კანონი ამბობს რომ თუ 100 კაცი სულ ცოტა 2/3 არის რომ მათზე დამთავრებულია დავები და უდაოდ ისინი არიან 150-ვაზეა ეჭვი იმაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს საჩელიო ფარგლობა დარღვევული პრეზიდენტმა შეიტანა დღეს საჩელი რანაირად მოიწონს ხო ეს 150-ში დგას ეჭვის ქვეშ ხო სანამ არ იქნება სასამართლო განწყობილება ეს უტვინო ხელისუფლება ცდილობს მოიწვიოს და საქართველოს შეიტანოს არა მოიწევენ ეხლა ბიძინა ივანიშვილიდან კარგი რა ბატონო თქვენ ხართ სამართლებრივად მოაზროვნე ადამიანი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პიროვნება თქვენ სამართლებრივად აზროვნებს მაგრამ მე-16 საუკუნის ფეოდალი როგორ აზროვნებს ამას ვამბობ ჩვენ მე რომ ამას ვინაღიერებს არა ხომ არა შეში შევალ დავიგე მაგრამ აქ არის ლაპარაკი ბატონო ზაზა იმაზე რომ ჩვენ თუ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში არ მოვედით ჩვენ ჩავიკეთეთ ვერ მოხვალ ვინ დაიჩაგრება საქართველოს მოსახლეობა ვერ მოხვალ პრეზიდენტი არ იწევს თომას ვინც ქვეყნის გარეთაა ვინც ქვეყნის ახლა ხო მე-16 საუკუნე არ არის ბატონო ეს არა მე-16 საუკუნის მოაზროვნე ადამიანია ის კი არის მე-16-ში გეთანხმები შეიძლება მე-14-ს არის მაგრამ ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად გვყავს ამერიკა ეს უძლეველი დღეს ძალიან გაძლიერებული სახელმწიფო ჩვენი ინტერესები შავ ზღვაშიც ყველაფერი ამ იმ 50 დემოკრატიულ სახელმწიფოში რომელიც დაუდგა უკრაინას გვერდით ხო ჩვენი ინტერესი არის და ახლა დღეს დაიწყეს ხათაშორის რუსეთის დაბომბვა მინდა ამაზე ორი სიტყვა უთხრა ეს ერთი წუთი დამჭირდება პირველი ატაკ MS-ი მას შემდეგ რაც ჩვენ ვიცოდით უკვე და სხვა შორის დღეს პირველად სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის დაადასტურა რომ მისცეს უფლება უკრაინას რომ ამერიკული შრომსმოქმედი პირველივე დღეს ბრიანსკი დაბომბეს დღეს ააფეთქეს დიდი უდიდესი სამხედრო ობიექტი იმ ატაკ MS-ი ანუ სხვანაირად არის სახელმწიფოები მოწყობილი უკვე სამყარო სხვანაირად არის იქ სადაც დემოკრატია სადაც კანონებს პატივცემენ ერთიანდებიან ერთად გებიან მე მინდა წარმოვიდგინო რომ ჩვენ იქ ვართ სადაც კანონებს პატივცემენ 99% იქ არის 1% ჩვენ ხალხს ასე უნდა მე მინდა იქ სადაც ჩვენს ახალგაზრდობას ჩვენ ხალხს ჩვენ ყველას ვინც კანონს პატივცემთ კონსტიტუციას პატივცემთ და მასში დარჩება ეს ბიძინა ივანიშვილი თავის კობახიძით მარტო მე გეთანხმებით უბრალოდ მე მინდა რომ ჩვენ როდესაც გვექნება ბატონო ზაზა იტყვის ახლა რამდენიმე წუთით მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ხვალ პრესკონფერენცია გვექნება ზეგ ასე იგი გადაცემა იქნება 4-დან 6-მდე და ზეგ 6 საათზე იქნება კონგრესთან დაკავშირებით კონგრესი იქნება ალბათ რომელსაც მე გადავცემთ ყველაფერს უბრალოდ ძალიან მინდა რომ ჩვენ დაწონილი ყოველგვარი ემოციების გარეშე ისეთი დოკუმენტი შევიტანოთ რომლითაც გავა დრო და ვიღაცა მე იტყვის რომ ყოფილა რაღაც გარკვეული ჯგუფი რომელიც სწორად აზროვნებდა სწორად ხედავდა ეხლა რაც ბატონმა კოტემ ძანა აი იმას რომ გაეკეთებინა ეს კი არ შეესხა თვალში ეს უბრალოდ ეს ისეთი დიდი შეცდომა იყო იმას რო ეთქვა რომ აგერ მაქვს აღებავი და აი გარწმუნებთ რომ აგერ მე შემიძლია შეგასხა ეხლა მე აგერ დავასხამ ქვემოთ არ ვიკადრებ ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ თქვენ თავისთავად აესახათ იმის გაკეთება ძალიან ბევრი მე
ველაპარაკები ადამიანებს და არ მოწონთ ეგეთი რამ იცით რომ ასეთი რაღაცები არა ეგ არ შეიძლება ეს რაც გააკეთა ესეთი რამე არ შეიძლება ისევე როგორც არ შეიძლება რომ პრეზიდენტი რო გამოდის და ამბობს რომ პროდასავლური ოპოზიცია თქვენ მიიხართ ერთი გამარკვევი როგორ შეიძლება რომ ითულმე ისინი ან კიდე ისინი ვიც მიტინგზე არიან რომ ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი რასასი როგორი აბსოლუტური ჭეშმარიტებად ეგრე პრეზიდენტი გამოდის და ამბობს დემოკრატიული პარტიები ჩვენთან არიან რა არის ხლა ეს ესე იგი ის 4-ია დემოკრატიული პარტია და ჩვენ აღარაფერი აღარა ვართ ამ ქვეყანაში უბრალოდ მოხდა ისეთი რამ მე იმიტომ ვთქვი რომ ოპოზიცია არ განსხვავდება მეთქი ბატონო ეს არის აი ვიმეორებ რომ აი საქართველოში თუ რაღაც გარკვეული ჯგუფი მე თქვა ვაპირებ კიდევ ერთხელ მეცნიერებათა აკადემიაში დღესაც სხვა დროსაც მქონდა ამის წინ და ვეუბნები იმას რომ დადგა მომენტი როდესაც ძალიან ხმამაღლა უნდა ამოიღოს სიტყვა მეცნიერებამ უნდა ამოიღოს სხვა ინტელიგენციამ და უნდა თქვას რომ ჩვენ მხარე არა ვართ როგორც კი მხარეთ იქცევა ვინმე ან ბიძინე ავანიშვილის ქებას დაიწყებ ან იქ ოპოზიციას დადგები უკვე შენ აღარ ახარ ის პიროვნება რომელსაც შეგიძლია რაღაცა გააკეთო და რა ძალიან ბევრი პიროვნება გამოდის იქ ხელოვნების წარმომადგენელი თქვენ ძალეთ წეგან მე უდეს პატივსცემად მაგრამ იმათ რო ეთქვათ რომ ჩვენ დღეს გვქნით ხელოვნების წარმომადგენლები მეცნიერების წარმომადგენლები რაღაც გარკვეულ ჯგუფს ხალხო ადამიანებო არ შეიძლება ეს დაპირისპირება მე ბიძინე ავანიშვილი თქვა ბიძინე ავანიშვილი რომ არ მომწონს მე ეს არ ნიშნავს რომ ის ოპოზიცია უნდა მომწონდეს ეს არ არის ჩემთვის ერთი და იგივე არ არის ეგ რა მე ყველას ვეწინააღმდეგები ჩვენთან და ვეუბნები რომ აი რო დადგეს საკითხი არა აი მე მაგალითად მგონია რომ კიდე ბევრი ხმა მიიღო ოპოზიციამ იმ პარტიებმა ძალიან ბევრი 1 მილიონი ხმა მიიღეს მე გეუბნები ბატონო ბიძინა ივანიშვილი ძიზღით მიიღეს ეს არ არის მათი ხმა მაგრამ მარტო ბიძინა ივანიშვილის კი არა აი ამათაც რომ მიიღეს ხმები ამათაც ოპოზიციამ კი არა ხელისუფლებამ რომ მიიღო ხმა 10%-ია გულწრფელი დანარჩენი არის ეშინიათ იმათი დღეს რეალურად გულწრფელი ხმა არც ერთ პარტიას არ აქვს 10%-ზე მეტი სხვა დანარჩენი არის სხვისი შიშით აი ეგ არის ყველაზე დიდი მარტო ამის გამო უნდა ჩატარდეს თქვა ვადამდელი არჩევნები იმიტომ რომ არც ერთ პარტიას დღეს არ მიუღია გულწრფელად ის ხმები რომელიც თქვა პროცენტით დაეწერათ მათ ეს ხმები არის სწორედ ვიღაცის ზიზღით და ვიღაცის შიშით არ შეიძლება ეს ქვეყანა ასე წავიდეს წინ ამიტომ არის ჩვენი პროგრამა სხვა და ძალიან პატრონიზაცია და ამით მივდივართ ბოლოსკენ მე თქვენ გეთანხმებით მე ვფიქრობ რომ ეს პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დღეს ვინაიდან არის ჩემი აზრით ერთპიროვნული მართველი დღეს ეს ადამიანი ჩემი აზრით არის სამოქალაქო საზოგადოების მტერი შექმნა მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო მურუსიძე ჩინჩალაძის სახელმწიფო რომელიც უპირისპირდება ყველა პროგრესულ მოაზროვნე ადამიანს მე აქ პირდაპირ ეთერში როცა თქვენ საქმე იხილებოდა ბატონ ვახშიც უთხარი რომ მე რომ ნახე მეთქი ბატონ თემურის მოსაზრება მეცნიერთა კონგრესის მოსაზრება ეს იმდენად განსხვავებული აზროვნებაა მეთქი რომ ბიძინა ივანიშვილი თქვენ არჩევნებზე არ გაგიშვებთ მეთქი აი ბატონი ვახში აქ წანდება რატო იმიტომ რომ ეს ადამიანი არის არაპროგრესული ადამიანი ეს ადამიანი არის იმ რეჟიმის მეხოტბე რომელი რეჟიმიც იყო საქართველოში სააკაშვილის დროს და ეს რეჟიმი ამან ერთპიროვნად შეინარჩუნა უბრალოდ ერთ ფაქტს ღეთქვით ბიძინა ივანიშვილის ბედნიერება ეს ოპოზიცია კი რა თქმა უნდა თვითონ შექმნა სქესობრივი ძალადობის ფაქტებით ხმოვიდა პატივცემულებო ხელისუფლებაში პროკურატურის გარეშე სააკაშვილის დროს რამე ხდებოდა ციხეებში ზედამხედველი პროკურორი აი სადაც მოხდა სქესობრივი ძალადობა დააწინაურა აქედან გამომდინარე ეს არის ამ ადამიანის სახე ეს არის ამ ადამიანის ხეთის პროკურორი იყო ჩემ დროს კი ჩინჩალაძე ხეთის პროკურორი იყო სააკაშვილის დროს და ჩინჩალაძე მე გადაიყვანეს უზენაიში ამიტომ ამ ადამიანმა ეს ქვეყანა სამართლებრივად მოსპო ეკონომიურად მოსპო და უნდა რომ იყოს მართველი ფეოდალი მაგრამ ეს არ გამოვა საქართველოში იმიტომ რომ საქართველოს სხვა სახელმწიფოა როგორც ის სააკაშვილის დროს ამბობდა უგულავა 50 წელი უნდა ვიყოთ ხო 50 წელი კი არ იყვნენ პირიქით ძალიან ცუდად დაამთავრეს და იმ ქვეყანაში სადაც ბატონ თემური გუბერნატორი იყო იმიტომ ვიტყვი გუბერნატორი მივა და ბენზინს ჩაასხავს 300 ლიტრას არა და ავშირო 70 ლიტრი ჩადის და კაცი დაიმალება და ხმას არ იღებს
რომ ამბობდა რომ ხმამომეცით მე ვიქნები ყველაფერიო. იმ ქვეყანაში სადაც ასფალტს რო დააგებენ, ერთ კვირაში ბალახი ამოდის. იმ ქვეყანაში სადაც მერმა გამოაცხადა, არ ვიცი ვარკეთილის მეტროში თუ მოყვედრილი ყავ წამწელში, რომ 11 მილიონიო კომპანიამ გაიგვარჯვაო და ეს ფულიო გამოიყო ისეთ კომპანიაზე, რომელიც გააკეთებსო და გონია რომ დღეს რაკეტა რუსეთმა ვარკეთილში ჩამოაგდო. ისეთ დღეშია ვარკეთილის მეტრო და რო გადიხარ კეშინია რო არ ჩამოინგროთ. აი ეს კაცი ამბობს რომ ქვეყანა თურმე ეკონომიკურად ვითარდება, ქვეყანა თურმე სამართლებრივად ვითარდება და ქვეყანა წინ მიდის. მე ვფიქრობ რომ სააკაშვილი როგორც ციხეშიზის, ისე ციხეშიზის ბიძინა ივანიშვილი თუ ამას გულწრფელად ამბობს. თუმცა მე მგონია რომ პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ, მან ყველაფერი იცით, მაგრამ თავისი ფეოდალური მეთოდებით ფიქრობს რომ აქედან გამოძრება. პატონ თემური ასაც ამბობს, თუ ეს არ მოხდა, თუ თვითონ არ მიიღო გადაწყვეტილება და ეს კობახიძეები, კოლექტიური ჩინჩალაძეები და მურუსიძეები არ დასვა მოლაპარაკების მაგიდაზე. არ შეცვალა კანონმდებლობა, თუ საარჩევნო კანონმდებლობა. აი მას უნდა შევეშვათ ბატონო ზაზა. ჩვენ რა შეგვიძლია თითოეულ ხალხს შეუძლია ძალიან ბევრი რამ და ბატონ თემურს ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია. ეროვნულ დაუმორჩილებლობა დაიწყება. დავითხრა ხალხს, ჩვენ ხალხი დაიწყებს ეროვნულ დაუმორჩილებლობას. მიკრიბებით ხუჩაბაც კონგრესის ხდომაზე 6 საათზე რომ ძალიან საინტერესო ხალხი მოვა, გავცვალოთ მოსაზრებები და თუ კონგრესი აღმოჩნდება სერიოზული რგოლი და ვიტყვით რომ მხარედ არ ვიქცეთ და მოდით გავიაროთ და გავატაროთ ის რაც დღეს ქვეყნისთვის არის კარგი და ავიღებთ ამ კურსს. ეხლა 5 ჩავთანხმდებით თუ 1-3-4 დღე დავჭირდება კიდე ბატონო კოტე გავაგრძელოთ უნდა ეს ისა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეს ორი მხარე არის ჯიუტად ერთმანეთსა დაპირისპირებული, ბიოლოგიური სიძულვილით არიან ერთმანეთის მიმართ და ხალხში გადავიდა უკვე ყველაფერი ეს. ვიმეორებ რომ აი ყველაფერი დღეს ძალიან ბევრი პიროვნება არის ეხლა ასეთი რომ გულზე იტყავს ხელს და ამბობს რომ აი ბიძინამ შეხედეთ რა უქნა. ბიჭო სისულელეს ლაპარაკობთ ხალხო. ასე ლაპარაკობდით თქვენ შევარნაძემ რა უქნა და რომ თქვა რომ სამხედრო იმას შემოვიღებთო და მე მაშინ დაურეკე და იცი ძალიან ბევრმა რაც ველაგუთხარი სისულელია ეს არ გააკეთოთ მეთქი. არავით არის სამხედრო რამე არ გინდათ რა პრობლემა გაქვთ. ბიძინას ეგეთი ადამიანი არ ყავს, ვინმე რო ეთქვის არ გააკეთო. მაგრამ აი მთელი უბედურება, ბიძინას უბედურება იმდენად მისთვის არაა უბედურება, რამდენადაც მთელი ხალხისთვისაა. ბიძინას უბედურება არის მას უყვარს მონური აზროვნების ადამიანები. და ვინც მის ირგვლივ არიან, ამათ დაერქმევა ისტორიაში, ვინც იყვნენ პრემიერ-მინისტრები, თუ პარლამენტებში იყვნენ თუ რაღაცა, დაერქმევათ რომ თქვენ იყავით ბიძინას მონები. და რეალურად ბიძინამ შექმნა 21 საუკუნის ფეოდალური სახელმწიფო, სადაც რეალურად მდიდარი მონები ცხოვრობენ. დიდარი მონა, ანუ შენ დიდრდები იმით მონა ხარ, მაგრამ მონა ყველაზე საშიში მაძღარი მონაა ცნობილი ამბავი. რა უნდა გაწ კატასტროფაა ეს და იმიტომ ვამბობ რომ მონა ხარ შენ, მაგრამ გეუბნება ბიძინა, ისევე რამდენიც გინდა, გააკეთე რაც გინდა, ოღონდ იყავი ჩემი მონა. აი ამიტომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილის ბევრი ისეთი პიროვნება, აი ძალიან ბევრი რო ამბობს რომ მე მეუბნებოდა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილმა მითხრა რომ ბატონმა ბიძინამ მითხრა რომ შეაცხადრა უნდა თქვენ და გამორიცხულია მე ვთხარი, მე არ შევხვდები ერთი რამის გამო რომ ჩვენ სხვადასხვა ხედვის ადამიანები ვართ. მათ უყვართ მონები და შევარდნაძე პოლიტიკოსი იყო მეთქი და შევარდნაძე იყო გაცილებით და არ ვიცი ვის როგორი აზრი გაქვთ მაგას არა აქვს შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მე ვამბობ რომ მაგრამ მე მას არ ვეპუებოდი და არ არსებობს ბუნებაში გამონათქვამი ჩემი შევარდნაძის მიმართ კეთილი და კარგი. მაგრამ ვამბობ მე მას პატივისცემდი და ვეუბნებოდი ი პრეზიდენტე თუ შეგიძლია ი პრეზიდენტე ბიძინა ივანიშვილი წავიდა სრულიად საწინააღმდეგო გზით, ვიდრე თქვათ აი ამ შემთხვევაში ქვეყანა სჭირდებოდა. ქვეყანა სჭირდება თავისუფლება, ქვეყანაში თავისუფლება არის სიმართლეში. დღეს მითხარით ერთი რომელიმემ და ამით დავამთავროთ. არსებობს რა არის მთავარი დღეს ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრი იქნება. უნდა იყოს სამართლიანი, უნდა იყოს თანაგზნობის მქონე, არ ქონდეს ზედმეტი ამბიცია და არ იყოს გაბოროტებული. მე ვთვლი რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არ არის სამართლიანი, ისინი გაბოროტებული არიან, თანაგზნობა არ აქვს ქართველი ხალხის მიმართ. რაც უნდა დაემართოს ქართველ ხალხს, ოღონდ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავი. ანალოგიურია ოპოზიცია, რასაც ამბობს. აბა ეხლა დღეს რო არ ქონდეს იგივე აზრი,
ასეთი რამე არ უნდა ეკადრებია საქართველოსთვის გვარამიას რომ გმირად არ უნდა გამოსულიყო და არ არის ის პიროვნება რომელიც ახლა თქვენ დამეთანხმებით ხმამაღლა არ დამეთანხმებით 2007-ში იქ რო ვიდეთ მაგალითად არ არის ის პიროვნება გაქანებით მასშტაბით ყველაფრით დაზრუნებით რომელსაც შეუძლია ვთქვათ გაამასხრა მე მხანდახარ მგონია რომ რასაც გვარამია დღეს ბიძინავანიშვილის უკეთებს ასეთი რამის გაკეთებას არავინ არ უკეთებს ანუ გვარამია დღეს როგორც ლიდერი რევოლუციის ეს არის ტაშის დაყრა ბიძინავანიშვილისთვის იმოქმედა რაც გინდა ეგაა ჩემი პოზიცია და ვინც კიდე მის გვერდით დასწრება გავაგარკვეული დრო და ყველა ინანებს ამათ ამიტომ ჩვენ ზეგ ხუჩაბაც გჭირდება ძალიან სერიოზულად გააზრება და მოგმართავ თქვენს და ვისაც ეკნება სურვილი დაგვირეკეთ ჩაერთეთ მოდით ეს შეხვედრა შედგება ცოტა დადიანის 26-ში აქ იქნება ერთი პატარა დარბაზია ქვემოთ ალბათ გვათხოვებენ ისინი ახლა ჩვენ სხვა საშუალება რომ დარბაზს და რამე ვიქირავთ არ აგვაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას შევძლებთ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ დღეს ძალიან გულიანი და გულახდილი საუბარი გქონდა მე მიხარია რომ შევძელი ეს ორი პიროვნება ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკებით მაგრამ ხედავთ როგორი აი ესაა საქართველო როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ვილაპარაკოთ ყველამ და ადამიანურად ვისაუბროთ და რაღაც გავაკეთოთ აი დღეს რომ მოვიდეს აი პიროვნება ბიძინავანიშვილის ადგილზე ახლა ძალიან კარგი და ისეთ სიტყვას იტყვის რომ შეკრავს თელ ქვეყანას გვერდით დაიყენებს თელი ქვეყანა როგორც სიტყვიანებდა მაგრამ საქართველოსთვის კარგი სიტყვა უნდა თქვა და არა ის რომ ესენი გამოდიან და ესენი არიან მანქურთები ესენი არიან ერთუჯრედიანები ესენი რა უბედურება ეს არის როგორ შეიძლება მეორეზე თქვა ესენი ისინი გამოდიან და ბიზნესზე ლაპარაკობენ წარმოუდგენელ სიტყვებს ამ დღეებში გამოიტანეს ისაც იმარი ლაპარაკა კიდე შენგელაიამ რო თქვა გახსოვთ მაშინ რეჟისორმა ბიძინავანეზე გამგივანიშვილზე გამოიტანა ეს რაღაც ასინელებები კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნისთვის ყველანი საჭირო ვართ მაგრამ საჭირო რო ვართ უნდა გავიაზროთ და ზოგადად ამბიციები უნდა მოვიცილოთ ჩვენ ეს გვექნება ეს კონგრესი რომელიც დაიწყება ხუჩაბაც 6 საათზე თუ შემსახტებით იმ დღეს შევთანხმდებით თუ არა მომდევნო კვირაში გადავიტანთ ისე რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ ერთი გუნდი მაინც უნდა იყოს ქვეყანაში რომელიც ხედავს ყველაფერს ქართული ხალხის და საქართველოს მოსახლეობის პერსპექტივაში და არა იმაში რომ მე დღეს შემიძლია და გავიმარჯვებ. გაიმარჯვებ ბიძინავანიშვილი, მაშინ დამარცხდები. გაიმარჯვებ ოპოზიცია, მაშინ დამარცხდები და ორივე შემთხვევაში ქართული ხალხი მარცხდება. მეცნიერთა კონგრესის პოზიცია გაიმარჯვოს საქართველოს და გაიმარჯვოს ქართულმა ხალხმა. დიდი მადლობა. ამინ.